სახელით ორივე მედია საშუალებას მათ თანამშრომლებს უკვე მე რამდენი კვირის განმავლობაში ჩვენი სხდომების გაშუქებისა და საზოგადოების ყურამდე ინფორმაციების მიწოდებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე ციფრულ პლატფორმებზე Facebook გვერდზე მათ შორის გადაიცემა ჩვენი სხდომები. დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ ინფორმაცია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2011 წლის პერიოდს ეხება და საზოგადოებაში ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით არის ცნობილი. ალბათ ეს სხდომა სხვა სხდომებთან ერთად განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იქნება საინტერესო, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ახალი თაობის ბევრ წარმომადგენელს არც კისმენია ალბათ ამ საქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თაობის ადამიანებს, მათ ვინც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა და ქუჩიდან ებრძოდა, ამას ვაზუსტებ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ ქუჩის აქცია მათი გამოგონილია. მათთვის ეს საქმე ძალიან კარგად არის ცნობილი, მაგრამ პირველ რიგში ახალ თაობას გვინდა მოვასმენინოთ ის თუ რა ხდებოდა იმ დროს და როგორ გააუბედურეს მხოლოდ ამ საქმეზე 23 ადამიანი. 23 პირი, რომელთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მათ შორის ერთ-ერთი ბატონი ნიკოლოზ გოგუაძე შემოვა. პირველი ვთხოვოთ ბატონ ნიკოლოზს მობრძანდეს, თუ კი ის უკვე არის მოსული და შევუდგეთ საქმეს. მეორე პირი, რომელიც ამ საქმეზე ასევე იყო ბრალდებული, გახლავთ ბატონი ზაზა გვიმრაძე, რომელიც ბატონი ნიკოლოზის შემდეგ დაიკავებს დარბაზში ადგილს. ბატონო ნიკოლოზ, მობრძანდით, მოგესალმებით, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ კომისიის სახელით ჩვენს წინაშე გამოცხადებისთვის. ერთ-ერთი უმძიმესი საქმეა ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე და მით უფრო ვაფასებთ, რომ თქვენ დათანხმდით როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამ სისხლის სამართლის საქმისა, რომ მობრძანებულიყავით და გაგეხსენებინათ ის ენით აუწერელი უბედურება, რაც თქვენ თავს და 22 პირის, სხვა 22 პირის თავს დაატრიალა მაშინდელმა ხელისუფლებამ. 23 პირის ჯამში 24 პირის წინააღმდეგ დაატრიალა მაშინდელმა ხელისუფლებამ. სანამ სიტყვას მოგცემდეთ, მოდით დავიცვათ პროცედურა, თქვენ სამდივნოსთან ერთად მოასწარით და უკვე გაეცანით იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელიც თქვენს წინაშეა. ეს არის გაფრთხილების ტექსტი, რომელსაც გთხოვთ ხელი მოაწეროთ. მასში აღნიშნულია, რომ კომისიის წინაშე განზრახს უახსნა განმარტების მოცემა, ასევე პასუხებზე უარი ან პასუხისთვის თავისარიდება იჯება სისხლის სამართლის წესით. დიდი მადლობა. ბატონო ნიკოლოზ, მოდით ასე გავაკეთოთ. ახალგაზრდა თაობამ ალბათ არც იცის რა არის საერთოდ ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობამ დარწმუნებული ვარ ამის შესახებ არ იცის. ჩვენ ვიცით ამის შესახებ, მაგრამ ესეც პირობითია, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი კვირა ვმუშაობთ და რამდენჯერაც თითქოს ჩვენთვის ცნობილი საქმეების შესახებ ინფორმაცია მოვისმინეთ, იმდენჯერ აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი რამ ან მივიწყებულია, ან ისეთი სიმძაფრით ჩვენც კი არ გვცოდნია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი. ამას იმისთვის ვაზუსტებ, რომ ჩემი თხოვნაა, რომ თქვენ 10-15 წუთის განმავლობაში თავისუფალი თხრობის რეჟიმში ისაუბროთ ქრონოლოგიურად რა არის შემდეგ მოხდა და ისაუბროთ ისე თითქოს ესაუბრებით ადამიანებს, ვინც საერთოდ არაფერი ამის შესახებ არ იცის. ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი გვისმენს და უნდა აღინიშნოს, რომ ამდენი კვირის მუშაობა მაჩვენა, რომ ინტერესი განუხრელად მაღალია ჩვენი სხდომებისადმი და ახალგაზრდა თაობაც გვისმენს. ამიტომ მოდით ისე მოყევით, რომ თითქოს არავინ არაფერი არ იცით და უყვებით სრულად ახალგაზრდა ადამიანებს იმის თაობაზე, თუ რა შეემთხვა იმ 24 ადამიანს თქვენი ჩათვლით, ვის თავზეც 2011 წლის 26 მაისს დაიწყო კასკადი უბედურებებისა და წამების. გთხოვთ.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენი ისტორია დაიწყო 11 მაისამდე ცოტა ადრე, მაგრამ 11 მაისი იყო ის დღე, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელსაც ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა ერქვა, მე ვიყავი თავმჯდომარე ამ ორგანიზაციის და ასე ვთქვათ, შემქმნელი, გავაკეთეთ პრეზენტაცია სასტუმრო ამბასადორში. არასამთავრობო ორგანიზაცია. რეალურად ვაპირებდით მე რომ სავარაუდოდ ვინ დაგვაცადა თორე ან პარტია ყოფილიყავით ან რაღაც პოლიტიკური მოძრაობა შევქმენით, რეალურად ფურცელზე რეგისტრირებულები საერთოდ არ ვიყავით იმ მომენტისთვის. და 11 მაისს გავაკეთეთ ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაცია, უამრავი სტუმარი ყავდა მოწვეული. და პრაქტიკულად როგორც კი გავაჟღერეთ ჩვენი არსებობის შესახებ და ჩვენი მიზნების შესახებ, დაიწყო ჩვენზე დევნამუქარა. 24 მაისი იყო უკვე, რომ ჩვენ ანუ პრეზენტაციის შემდეგ პრაქტიკულად ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა რა, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ხალხი რეკავდა და მიდიოდა ძალიან სერიოზული მუქარა. მაშინ მინდა გითხრათ, რომ ნინო ბურჯანაძე აწყობდა გარკვეულ ქუჩაში მიტინგებს და აი ამ პერიოდს ემთხვეოდა და ემთხვევა ეს ყველაფერი. და იმდენად ძლიერი მუქარები იყო თან ჩვენი მხარდამჭერები და მეგობრები მაგ პერიოდისთვის თბილისში, ვინც ჩვენ გარშემო ვინც იყვნენ, გზადაგზა იჭერდნენ ყველას საერთოდ სხვა გაუგებარი ბრალდებებით. ჩვენ 24 მაისს წავედით, რამოდენიმე ადამიანი, თავიდან სადღაც 6 ადამიანი გავეცალეთ უბრალოდ თბილისს, იმიტომ რომ უკვე ისეთი მუქარები იყო, რომ ძალიან ხვდებოდით, რომ დაჭერას, ასე ვთქვათ, ვერავწდებოდით და შინაარსიც რო გითხრათ მუქარების. მუქარების შინაარსი ის იყო, რომ დაგხოცავთ, დედას გიტირებთ, სიტყვა დაჭერა არავის არ უხსენებია მართალია, მაგრამ ჩვენ ვარაუდობდით, რომ დაგვიჭერდნენ, ფიზიკური განადგურებით გვემუქრებოდნენ. ვისგან მოდიოდა ეს მუქარი? ძალოვანი სტრუქტურებიდან. მე იქ სოდის, თუ მაშინ სოდი იყო მგონი, სოდის იმიდან, რა ქვია, უწყებიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. და 24 მაისს წავედით რამოდენიმე ადამიანი. მერე მოხდა ისე, რომ ერთმანეთს მეგობრები ურეკავდნენ, რომ აბა თქვენ სადახართ, რა შვებით იქით-აქეთ, გაიგეს, რომ ჩვენ ყინწვიშის სამონასტრო კომპლექსში მივდიოდით და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ 23 ადამიანი აღმოჩნდით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან. თავი შეაფარეთ? თავი შევაფარეთ, ჩვეულებრივად თავს ვაფარებდით. მე უფე იობის ნახვა გვინდოდა და უნდა გვენახა, რომ რამენაირად მონასტერში, თავს ბევრად დაცულად გრძნობდით იქ. 24 მაისს წავედით და 26 მაისი იყო გამთენია, მაგას წინაპირობებიც ჰქონდა. 26 მაისის გამთენია იყო, რომ ჩაატარეს სპეცოპერაცია. რამოდენიმე სხვადასხვა სპეცრაზმი იმღებულობდა მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში და ასე ვთქვათ, ალყა ჰქონდა დარტყმული, მოვარდნენ მიკროავტობუსები, ზოგი ტყიდან ჩამორბოდა, იქ ისეთი ადგილი არის, რომ რაღაც ჩაღრმავება იყო და ერთი გზა ამოდიოდა და ერთი გზა ჩადიოდა. ის ერთი გზა იყო გადაკეტილი მიკროავტობუსებით სპეცრაზმის და აბსოლუტურად ყველა მხრიდან ეს ავტომატიანი ხალხმა დაგვარტყა წრე. მონასტერს შემოარტყეს. მონასტრის, ზუსტად მონასტრის პირდაპირ. ვინ ყოფებოდა ამ დროს მონასტერში? მამაოები. და სხვათა შორის არ იყო ადგილზე, მე უფე ადგილზე არ იმყოფებოდა. და საბედნიეროდ ეს მერე გავარკვიეთ ჩვენ უკვე, რომ გადაწყვეტილი იყო, იქაც იგრძნობოდა ეს და გეტყვით მაგას, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა ტერიტორიაზე.
მაგრამ ისე იყო სიტუაცია, რომ სანამ უკვე დაშლას ვაპირებდით, თბილისისკენ წამოსვლას ვაპირებდით მაგ დროისთვის. იმიტომ რომ აქ უკვე დაშლილი იყო მიტინგი, აი სასტიკი დაშლა რომ მოხდა და ხალხის კვლა. და მამაოები იყვნენ ჩვენთან გამოსულები გარეთ და გვემშვიდობებოდნენ. და აი ბევრი მამაო იმყოფებოდა ზუსტად იმ მომენტში. და ეთყობა გასროლა იმ მომენტში ვერ შეძლეს. ან არ არისროლეს უბრალოდ. რა ყველანი დაყარეს იატაკზე, მიწაზე. და მაშინ ჯერ კიდე არ ვიცოდი მეგის კარდავა როგორ გამოიყურებოდა, ანუ ვინ იყო საერთოდ მეგის კარდავა. არ ვიცოდი მაშინ და მეგის კარდავა მოვიდა გოგუაძე რომელიაო კითხულობდა რა. მე უთხარი მე ვარ მეთქი. და მოვიდა თუ არა, ნუ ეგრევე კონდახი ჩამარტყა თავში, გავითიშე. მე ამწია და შემაგდო მიკროავტობუსში შემაგდო. სადაც გამომიცხადა პირდაპირ სიტყვით მითხრა, რომ გადაწყვეტილი ქონდა, რომ უნდა ჩემთვის ესროლა იქ. მეგისი კარდავამ გითხრათ ეს? კი ბატონო, მეგის კარდავა. როგორ გითხრათ, რომ გადაწყვეტილი ანუ ეხლა ხო, ეხლა გესურიო მე. გამომუწ პირდაპირ მითხრა, რომ ეხლა ვაპირებო შენ იმასო, მოკლასო აქო რა. რა სიტყვები თქვა, რომ გაიხსენოთ? ზუსტად, აი აქ აი ამ მარშრუტკაში დაგტოვებო. აი კონკრეტულად აი ამ სიტყვით მომართა. მაგრამ მე აიღო ტელეფონი, ანუ ავტომატი მოშვერილი მაქვს, მე უკვე სულ ბოლო რიგში ვზივარ იქ მიკროავტობუსში. ვინ გიშვერთ ამ ავტომატს? მეგის კარდავა. თვითონ გიშვერთ ამ ავტომატს და გეუბნებათ, რომ ამ მარშრუტკაში დაგტოვეთ. ხელში ტელეფონი უჭირავს და მეორეზე ესე მუხზე უდევს ავტომატი. დიახ. ხო და აიღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს. რომ აი აქ წინ მიზისო რა. და დავამთავრო, ანუ ეს მესმის ეს საუბარი. მე ყურმელს უთიშავს ის და ხელბორკილით უკანა იმაში სკამზე ვზივარ. ხელბორკილი რა შკუტები რო არის. შკუტებით ხამუტებით. ხამუტებით, მაგ შეკრული, კი ბატონო. უკვე დაპატიმრებული ვარ მაგ მომენტში. ხო და რო დაურეკა, ეთყობა იმან უთხრა, რომ დაიცა გადმოგირეკაო თუ რაღაცა და აი ეხლა წდებაო შენი ბედიო, მე მეუბნება. ნუ გარკვეული რამოდენიმე წუთი ველოდებოდი ზარს, რას დარეკავდნენ იქიდან რა. და რო დარეკეს, სახე შეეცვალა ძალიან რა, ანუ გამწარდა რაღაცაზე და გადარჩიო და ნუ შემაკურთხა, შემაგინა მაგარი. ეთყობა იქიდან უთხრეს, რომ არ გაისროლოთო რა. ხო და ნუ ჩავიდა დაბლა. და მერე ნელ-ნელა ეს ყველა ბიჭები გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსებში და დიდი გაურკვევლობა იყო, იმიტომ რომ იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება როგორც ესეთი მაგათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა ეკნათ ჩვენთვის. ანუ იქ ადგილზე ყველა სადღაც რეკავდა და იღებდა რა ვქნათ, აქ ყავს, რა ვქნათ, ანუ ეს გვესმოდა ჩვენ, რომ გაურკვევლობაში იყვნენ თვითონაც, რა უნდა ეკნათ ჩვენთვის არ იცოდნენ უბრალოდ. ბატონო ნიკოლოზ, მეგისი კარდავა ჩვენ ვიცით და თქვენ იცით სამწუხაროდ ვინ არის, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, ვინ იყო ეს კაცი? მეგის კარდავა იყო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალ ჩინოსანი და სპეცრაზმის, სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი. მას ებარა ეს მიმართულება? მას ებარა ეს მიმართულება, როგორც მე ვიცი. კი ბატონო. მაგრამ იქ მარტო ეს ერთი სპეცრაზმი არ იყო, როგორც მე გაირკვა, ბევრი რამოდენიმე სხვადასხვა სპეცრაზმი ღებულობდა მონაწილეობას. თუ ძალიან ბევრი იყვნენ უბრალოდ. ბატონი ირაკლი დაზუსტებას. კი ბატონო. როცა თქვენი ასე ვთქვათ ალყაში მოქცევა მოხდა და დაკავება, მაშინ რაიმე ვთქვათ რამე სამართლებრივი
დაკავებასთან დაკავშირებით ითქვა? დაკავებთ ამის გამო. არანაირ თქვენ უფლება გაქვთ რომ დუმილი გამოიყენოთ, ან ამიტომ გაკავებთ. აი ეს მომენტი რა იყო? აი მოვედით და მე უფრო საინტერესოს მოგიყვებით ამ იურიდიულ ნაწილთან დაკავშირებით რა. არაფერი ასეთი არ განუცხადებიათ, უბრალოდ თავს დაგვესხნენ. ეხლა სამხედრო ფორმებში რო იყვნენ, იმიტომ მივხვდით რომ სპეცრაზმე იყო, თორე ისე საერთოდ ჩვენთვის გაუგებარი იყო, რატო გვიჭერდნენ ვერ მივხვდით მაგ მომენტში. და მოკლედ იქ მიდის საუბარი რომ რა ეკნათ ჩვენთვის და ბოლოში დაძრეს როგორც იქნა ეს მიკროავტობუსები და აქვე მინდა აღვნიშნო სამწუხაროდ ის ჩვენ დაგვეღუპა და გარდაგვეცვალა ჩვენთან ერთად დაკავებული ორი პატიმარი, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ძალიან მოკლე პერიოდში მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იყო და არის დღესაც მასე ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, რატო მაინდა-მაინც მაგასთან მოინდომეს ასეთი ანგარიშწორება მე ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ჯემალი ჩააბეს მანქანაზე და ათრიეს. ანუ უყურებდით ამას, ანუ მთელი ეს გზა ათრიეს და აბსოლუტურად საშინელ დღეში იყო. რომელი მთელი ეს გზა? ყინწვისის ეხლა თლიანი მონაკვეთი თუ რამთხელა მონაკვეთი არ ვიცი, რასაც მე ვხედავდი მონასტრიდან მთელი ეს ასე ვთქვათ ის არის რა ქვია. ხო, სანამ ცენტრალურ გზამდე ჩახვიდოდი. რომელ მანქანაზე ჩააბეს? მიკროავტობუსზე. სადაც თქვენ იყავით? განთავსებული. არა, სხვა მიკროავტობუსი, ბევრი მიკროავტობუსი. და გაყურებინეს როგორ ათრიეს? მე დავინახე ხა ასე კონკრეტულად ჩვენ ყველას გვეუბნეოდნენ რომ თავები დაბლა ქონდეთო დაწეულიო და საერთოდ ჯობდა ალბათ თავი არ აგვეწია, მაგრამ ნუ რასაც ფეხით როცა ის ჩააბეს, რეაქცია ჰქონდათ ალბათ იქ მყოფ სასულიერო პირებს. რეაქცია ხო, რეაქცია საერთოდ ჩვენ დაკავებისა სასულიერო პირებს საკმაოდ ისეთი რეაქცია ჰქონდათ, რომ რა შვებითო საერთოდ და როგორც კი ასე ვთქვათ გამოგვესარჩლენ სასულიერო პირები, მაგათაც მოხვდათ. რას ნიშნავს მოხვდათ? ცემეს მარტივად. ბერები, კი ბატონო, ცემეს. ვინ ცემა? სპეცრაზმა. კარდავაც კონკრეტულად ვინ ურტყავდა მაშინ არ მიმიქცევია, იმიტომ რომ ერთადერთი კარდავა და კიდე ერთი ადამიანი იყო სახის მასკის გარეშე. დანარჩენი ყველა ნიღბებში იყვნენ და თქვენი თვალით დაინახეთ რომ ბერები ცემა სპეცრაზმა. ყველამ დავინახეთ, კი ბატონო, ყველამ დავინახეთ. დაზიანებები მიიღეს ისე ცემეს თუ როგორ ცემეს? ნუ არა ესეთი უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ნუ ურტყეს ყველა და ყველა ძირს და ნუ დაყარეს რა ცემის შედეგად. როცა ჩამოხვედით ცენტრალურ გზაზე, ბატონი ჯემალი ცოცხალი იყო ამ დროს? ბატონი ჯემალი მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი რა ბედი ქონდა მაგ ჯემალის რა ეწია, უბრალოდ მე როცა აღმოჩნდა რომ ჩვენ წაგვიყვანეს ქარელის პოლიციის შენობაში მიგვიყვანეს. ჯემალი იქ იდგა, თუ მაგას დგომა შეიძლება, ნუ რაღაც აყუდებული იყო, ასე ჩამწკრივებულები იყვნენ ბიჭები. და რამოდენიმე ასე ვთქვათ მე ჯემალ გუნდიშვილი, რამაზ ღვალაძე, მიხეილ ცილიკიშვილი ჩვენ გადაგვანაწილეს ქარელის პოლიციის სხვადასხვა ოთახებში. და იქ ნახეთ რომ ეს მანქანაზე გამომული არა ის იქ ეთყობა სადღაც გზაში მოხსნეს და არ ქონდა დაზიანებები? როგორ არ ქონდა უამრავი? სხეულზე. სხეულზე სად? თავზე? ზურგზე და მხრებზე. გასაგები. მე ხო, აქ საინტერესო ფაქტ შევესწარით, იმიტომ რომ ჩვენ რო იქ მივედით, ჯერ კიდე პოლიციის შენობა პოლიციისგან დაცლილი არ იყო. ანუ სპეცრაზმა გინებ-გინებით
საკმაოდ უხეში მეთოდებით თვითონ პოლიციელები გამოყარა შენობიდან და ყველას უბრძანეს, რომ პოლიციის შენობის ეზოს გარეთ დამდგარიყვნენ. ანუ საკმაოდ მოცილებაზე ყავდათ ეს პოლიციელები. ჩვენ გადაგვანაწილეს და იქ დაიწყო ჩვენზე ძალიან საშინელი ანგარიშწორება. ჯემალ გუნდიშვილს ჩემთან ერთად დაკავებულმა მაგალითად ინფარქტი მიიღო. რის შედეგადაც მკვდარი ეგონათ და თვითონ შენობაში, ქარელის პოლიციის შენობაში. რის შედეგად მიიღო ინფარქტი? ცემის. თქვენს თვალწინ მოხდა? არა, ყველაც სხვადასხვა ოთახებში ვიყავით. ეს მერე სათითაოდ იყავით სხვადასხვა. სხვა გადანაწილებული ვიყავით. თითო. ერთდრო ხო, სხვადასხვა ოთახებში და იმდენი იყო სპეცრაზმი, რომ ხან ჩვენთან შემნუდა, ყველას გვეყნენ რა. გარდაცვლილი ეგონათ და მე გარდაცვლილი ეგონათ და მოუწიათ სასწრაფო იყო გამოძახებული. გორის სასწრაფო დახმარებიდან მოვიდნენ მგონი. იმიტომ რომ ის საბოლოო ჯამში მაგ სასწრაფო დახმარების სასამართლოზეც, ჩემ სასამართლოზეც როცა ჩვენი გამართლების საკითხი დგებოდა, მაგათმაც ჩვენება მისცეს და გეტყვით რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მერე. და ექიმებმა უთხრეს, რომ სპეცრას მიმართეს, რომ ამისო ასე დატოვება არ შეიძლება, უნდა გადავიყვანოთო კლინიკაში, იმიტომ რომ ის აქვსო, ინფარქტი აქვსო მიღებული. ეს გესმოდათ თქვენ? არა, მე არ მესმოდა, მე ეს ექიმცა აქვს ჩემთვის მოყოლილი უშუალოდ სასწრაფო დახმარების. დიახ. სახელი და გვარი ხო არ გახსოვს? საქმის მასალებში არის. იყო პირადად არ მახსოვს. დაკითხული ეს ექიმი ხომ? სასამართლოზე მერე იყო. უკვე ახალი ხელისუფლების ახალ თქვენი ხელისუფლების პირობებში იყო დაკითხული ეს ექიმი. და რაზეც უფლება არ მისცეს, ანუ არ გაატანეს სასწრაფო დახმარებას და თხოვეს, რომ არანაირი საბუთი არ გაფორმებული იყო, რომ სასწრაფო იყო იქ ადგილზე მოსული. და ძალიან უაშკაცი გოგო იყო, ორნი იყვნენ. ეს ერთ-ერთი სასწრაფოსისა და მიუხედავად ამ იმისა მუქარისა, როგორც თვითონ მე მომახსენა, რომ პრაქტიკულად მუქარა იყო ჩემზეო, რომ ეს გამოძახებაო არ გაფორმებული იყო საერთოდ, გააფორმა მაინც ეს გამოძახება. რაც მე ჩვენ მომავალში უკვე გამოგვადგა სასამართლო პროცესზე. და სადღაც მე ვფიქრობ, რომ გონი 12 საათი იყო, რომ უკვე ჩვენ ქარელის პოლიციაში ვიყავით. ეგ მონაკვეთი ყველაზე ბუნდოვნად მახსოვს, იმიტომ რომ პრაქტიკულად გონზე არ მოვსულვარ იქ, ანუ არ გონზე მოვდიოდით, მე იმ ცემისაგან ისევე გონებას კარგავდით და სადღაც საღამო იყო უკვე, რომ ეთყობა მიიღეს გადაწყვეტილება და წამოგვიყვანეს მთავარ სამმართველოში. თბილისში. კი ბატონო. გონზე ვერ მოვდიოდითო ცემისგანო და აი თვითონ ეს პროცესი არ მოგიყოლიათ მონასტრის ეზოში რა მოცემა, მე პოლიციაში რა ხდებოდა? მონასტრის ეზოში იყო რამოდენიმე ადამიანზე ცემა, მე მცემეს, რამაზ ღვალაძე ცემეს და როგორც მე ვიცი, მიხეილ ცილიკიშვილი ცემეს კიდე იქ უშუალოდ ყინწვისის კომპლექსში. მე იარაღის კონდახები მივდღეს. ქარელში აი ძალიან მაგრა გაგვისწორდნენ რა, ამას ცემა. რას ნიშნავს ეს? ნახეთ, კი ბატონო. ცემა ისეთი სამწუხაროდ ბანალურ სიტყვად იქცა ჩვენს ქვეყანაში. რას ნიშნავს ცემა? რას ნიშნავს გაგისწორდნენ? ნიშნავს, რომ მაგალითად აი სპეცრაზმა იმდენი იხტუნავა ჩემ ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოო შედეგად ქარელის პოლიციაში, ქარელის პოლიციის შენობაში. დაკავებული რომ მეგიყვანეთ ეგ. უკვე დაკავებული გვადებს ხამუტები გვადებს ხელზე. და პოლიციის შენობაში ცემენ უმოწყალოდ გვცემეს ყველანი და ბიჭებს, ანუ ჩვენი ფანჯრები იყო გაღებული, სადაც ჩვენ გვირტყავდნენ და დანარჩენი ხალხი ხო ჩამწკრივებული ყავდათ
დაბლა შემოსნი, იმათ ასმენინებდნენ, ასე ვთქვათ, ამ ჩვენ ცემას. და ცემა იყო კონდახებით, ფეხით, ხელკეტით, ამ ჩემ უცელზე დახტუნავდნენ და ზურგზე, მაგალითად საბოლოო შედეგად მე ისეთი ტრავმები მივიღე, რომ მუცლის ბადე ჩამეშალა. ეგ უკვე საბოლოო ჯამში ციხეში მოხდა. ხერხემალი დამიზიანდა. მარჯვენა ხელს ვეღარ ხმარობ, იმიტომ რომ რაღაც ისე გვცემდნენ, რომ რაღაცნაირად გვიჭერდნენ, ანუ აი ესე მიწაზე დაწოლილები ვიყავით 4 ადამიანი, აი ესე გვიჭერდა და ვიღაც და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე. ანუ წარმოუდგენლად გვცემეს და ცემაც არ ქვია მაგას რეალობაში. და პრაქტიკულად, მინდა ვთქვა, რომ სულ გონება დაკარგულები, მე პირადად გონება დაკარგულები ვიყავი და დარწმუნებული ვარ, სხვაებიც ახლა მაგ დროს შეგიძლიათ ვინმე რომ დაასახელოთ, აი ვინც იღებდა მონაწილეობას, ან ვინც უშუალოდ ხარდავა იყო ყველაზე აქტიური ჩემთან მიმართებაში და კიდე ერთი ადამიანი, ვისი სახელის და გვარიც ვიცი, მაგრამ თავს შევიკავებ მისი სახელის და გვარის დასახელებისაგან, მხოლოდ ერთადერთი მიზნის გამო, რომ ეხლაც მიდის საგამოძიებო მოქმედებები და არ მინდა რომ გამოძიებას ამითი ხელი შეუშალო და წინასწარ კი ბატონო, ეს მისაღებია აბსოლუტურად. შემდეგ ადამიანი ისე შემეძლია გითხრათ იმის სახელის ეთერის მიღმა, რა თქმა უნდა. ანუ სხვა პირი ვინც იმ დროს, ან პოლიციის უფროსი, არა, პოლიციის უფროსი არ ვიცი. ან ვინმე. ეგენი ყველა გაყრილი იყო. ყველა გაყრილები იყვნენ. ადგილობრივი პოლიცია იქ არ იყო. გამოიყენეს პოლიციის შენობა. ნიღბით იყვნენ ისინი? კიდე ნიღბით. ჩემთან 2 ადამიანი უნიღბოთ იყო. ერთი იყო მეგის ქარდავა და მეორე ვის სახელსაც უბრალოდ ეხა პირდაპირ ეთერში. ანუ 2 ადამიანი გირთყავდათ, ერთი ის 2 არა, 4 მირთყავდა. ხანდახან 5. ისინი შემოდიოდნენ, ისინი მასკებით იყვნენ და ეხა იმათი ამოცნობა. ხო არ გიღებდნენ ვიდეოს? მე არ შემიმჩნევია იქ გადაღება. შეიძლება ალბათ ყველაფერს იღებდნენ და ყველაფერს ყოველთვის იღებდნენ და რაღა მაგას არ გადაიღებდნენ. კარგი, სანამ გავაგრძელებთ პოლიციის შენობაში, ქარელში რა ხდებოდა დეტალებზე საუბარს. რო დავბრუნდეთ 2 წუთით სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. იქ რომელიმე შეიარაღებული ხომ არ იყავით? ერთ ჩემ მეგობარს მიხეილ ცილიკისთვის გააჩნდა ცეცხლსროლი იარაღი, რომელიც იყო მასზე გაფორმებული. კანონიერად ჰქონდა ტარების უფლება? კანონიერად ჰქონდა, როგორც მე ვიცი, ტარების უფლება. რა ტიპის იარაღი იყო? TTS სისტემის იარაღი იყო. და ამ იარაღზე ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა, იმიტომ რომ ეგ იარაღი რო დაინახა, რომ ვიღაცები მოვიდნენ, ამოვარდნენ, ამოიღო და გადააგდო. სადღაც ჩააგდო რა. ის იარაღი იპოვეს და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ოფიციალურ საბუთებში ის იარაღი ამოუღეს მიხეილ ცილიკიშვილს სახლიდან, ოღონდ თან ქონდა. მაგრამ ოფიციალურ საბუთებში ამოუღეს სახლიდან. თბილისში. და ზუსტად იგივე იარაღი, იგივე ნომრით, პარალელურად ამოიღეს ჩემი ავტომობილიდანაც. ანუ იმ იარაღზე ორივეს დაგვიმატეს გარკვეული წლები სასამართლოში იარაღი. ერთი და იგივე სისტემის იარაღი ფიგურირებს ორივე საქმეში, კი ბატონო. ანუ როგორც იმას ამოუღეს სახლიდან, ოღონდ რეალურად სახლიდან არ ამოუღიათ, იმიტომ რომ თან ქონდა და იქვე გადააგდო. ზუსტად იგივე იარაღი ამოიღეს, ასე ვთქვათ, ჩემი მანქანის იმიდან, ვითომ რა თქმა უნდა. ვითომ, კი ბატონო. პოლიციელი იყო ყოფილი. კი ბატონო, ესე იგი ქარელის განყოფილებაში რომ დავბრუნდეთ, პოლიცია არ არის შენობაში, გაყარეს შეურაცხყოფით სპეცრაზმელებმა და გაგისწორდნენ ფიზიკურად სასტიკად. დიახ. ვინმე ხომ არ გარდაიცვალა ამ დროს? იმ დროს ჯემალ გუნდიშვილს, როგორც გითხარით, ინფარქტი მოუვიდა და მოუწიათ სასწრაფოს გამოძახება. და იმ დროს, აი ერთადერთი საფრთხე ჯემალის დაემუქრა, რომ შეიძლება იქ ადგილზე მომკვდარიყო, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა.
ექიმის ვაჟკაცობაზე ამბობდით და დაასრულეთ რას ამბობდით. რაში გამოიხატებოდა ამ ქალბატონის? ამ ქალბატონის ვაჟკაცობა იმაში გამოიხატებოდა, რომ კატეგორიულად მოთხოვა მეგის გარდავამ პირადად, რომ ეს გამოძახება არ ყოფილიყო გაფორმებული საერთოდ. დიახ. თან ორსულად იყო იმ მომენტში ეს ქალბატონი. და ნუ ამან არ ვიცი ხა იქ რა მათ შორის რა დიალოგი შედგა, ეგ არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში წამოსულზე უკვე იქიდან გამოსულზე მაგ ქალბატონმა ეგ გამოძახება გააფორმა. რაც ჩვენ და საბედნიეროდ გააფორმა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად მოგვიწვია უკვე სააპელაციო სასამართლოში იმის მტკიცება, არა მაშინ როცა გვიჭერდნენ, ანუ როცა უკვე ჩვენი გამართლების საკითხი დადგა, უნდა გამართლებულიყავით თუ არა. მომიწია იმის მტკიცება, რომ ის სპეცოპერაცია ყინწვისში რეალურად ჩატარდა. იმიტომ რომ ოფიციალურ საბუთებში ყინწვის სპეცოპერაცია საერთოდ არ ფიგურირებდა. ოფიციალურ საბუთებში იყო შემდეგი რაღაცა, რომ მე და ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები დაგვიბარეს მთავარ სამმართველოში თბილისში და გამოკითხვაზე, სადაც ჩვენ გამოცხადდით, ვაღიარეთ, რომ ვაპირებდით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, რის შედეგადაც ჩვენ დაგვიჭირეს. მთელი ყინწვისი და ქარელი იყო ამოშლილი იყო და ეგ მოხდა იმიტომ, რომ მათ გადააცილეს, ანუ ჩვენ რეალურად ბრალი წაგვიყენეს 27-ში. თუ უკვე 28, ანუ ის ვადები გაიქცათ. ვადები გაიქცათ. სწორედ მაგასთან დაკავშირებით მინდოდა ეს კითხვა, რა მოხლებით დაიწყო გამოძიება და რითი გაგრძელდა? ნუ პირდაპირ უკვე მთავარ სამმართველოში გახდა ნათელი, რომ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობას, ანუ გვიყენებდნენ ჩვენ 314 თუ 15 314 მოხლიანენ. არა, უბრალოდ ამ განმარტებიდან უკვე ნათელი გახდა თუ რატო აღმოჩნდა ის ტეტეს ტიპის იარაღი სახლში და არა ხო და მე გაირკვა რატომაც გააკეთეს ეს ყველაფერი. ხომ არ გახსოვთ ამ ექიმის გვარი და სახელი? იცით არ მახსოვს საქმის მასალებში სასამართლოზე გამოვიდა და რა თქმა უნდა სასამართლოზე გამოვიდა და მოსამართლის წინაშე მთელი ისტორია მოყვა. კი ბატონო, მადლობა მას. ბატონი ილია, ბატონი თენგიზის და მე გავაგრძელებ. ეს დავაზუსტებ. კი ბატონო. ბერები არ დაკითხულა, უკვე იმის ბერიც ერთი მამაო იყო დაკითხული. ვინაიდან სადავო გახდა საერთოდ ყინწვისში რამე მოხდა თუ არა, ყველაზე პირველი მოწმეები ამის იყვნენ ბერები ხო? კი, მამა საბა იყო დაკითხული, რომელიც სამწუხაროდ დღეს უკვე გარდაცვლილი არის. ყინწვისის მონასტერში მამა საბა იყო ასეთი. რომელმაც ასევე დაადასტურა სასამართლოზე იყო ჩამოსული, რომ ეს სპეცოპერაცია მართლაც ჩატარდა, ადგილზე გაგვისწორდნენ იქ და მერე რო ესე წაგვიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით მათთვის. და ისიც დაადასტურეს, რომ მათაც ფიზიკურად გაუწევდნენ. კი ბატონო, კი. კარგი, ბატონი ილია და გავაგრძელებ. თქვენ რო გააკეთეთ პრეზენტაცია, აი ძირითადი მომენტი რა იყო ამ პრეზენტაციაზე, რისთვის შეიქმნით, იქ ხო არის რაღაცა რა თქმა უნდა იმაზე რომ გადატრიალება მოგეწყოთ ამის ორგანიზება რა იყო აი განსაგები და კიდე აი ამ კითხვის გაგრძელება თუ შევსებათ ესე რომ წარმოვიდგინოთ. ანუ რა იყო თქვენში ისეთი უამრავი პოლიტიკური მოძრაობა და ის იყო მაშინ ხო მიუხედავად ყველაფრისა. რა თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო თქვენში ისეთი, რის გამოც ესე გაგისწორდნენ და შემდგომ, ანუ რა გეტყვით. სხვათა შორის რო გადავწყვიტეთ და ამ მოძრაობას დავარქვით ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა, ერთმანეთში ვხუმრობდით, რომ ჩვენ დაჭერა არ აქვს ხდება მეთქი, ეხლა სადაც ეროვნული და სარწმუნოებრივია, იქ ხო გამორიცხული იყო, რომ ადამიანს პრობლემა არ ქონოდა მაგ პერიოდში. ჩვენ გვინდოდა, ანუ მთელი ჩვენი ორგანიზაციის მთავარი, ასე ვთქვათ, ამოცანა, რაცაც ხედავდი მე და ვამბობდით, რომ იყო, რომ ჩვენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღგვედგინა და ამ მიმართულებით გვემუშავა, რომ
ტერიტორიული მთლიანობა საქართველოსი ყოფილიყო აღდგენილი. ვიყავით გარკვეული დიალოგის მომხრე რუსეთთან იმ პერიოდში, რამაც აბსოლუტურად წყობიდან გამოიყვანა ნაციონალური მოძრაობა თუ როგორ თუ გაბედეთო და საერთოდ რუსეთი ახსენეთო. და მოხდა ის, რაც მოხდა. მე ამას ასე მიზეზი იყო ეს რეალურად ჩვენი დაკავების, როგორ თქვა, ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა, ჩვენი ასე ვთქვათ პოლიტიკური ხედვა და მიზნები არანაირად არ ემთხვეოდა ნაციონალური მოძრაობის ხედვას და შესაბამისად ნებისმიერი რა არ ემთხვეოდა იქნებ და კონკრეტულად გითხრათ. იმიტომ ჩვენ ზოგადად სხვა შეხედულებები გქონდა, როგორც ჩვენ იქ ბევრ პრობლემებზე საუბრობდით იქ პრეზენტაციის დროს რა, როგორიც იყო ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდებოდა და ასე შემდეგ და საკმაოდ კრიტიკულები ვიყავით მათ მიმართ, ასევე მომხრეები ვიყავით ჩვენ გარკვეული ტიპის დიალოგის რუსეთთან. რაც იმ პერიოდში საერთოდ ხსენებაც არ შეიძლებოდა დიალოგის. და როგორც პრაქტიკულად სახელმწიფო მტრებად ისე გამოგვიყვანეს და გამოგვაჭენეს, რომ ჩვენ ვიყავით საქართველოს მტრები. არა და მინდა უბრალოდ აქვე დავძინო, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ახალგაზრდობა ამერიკაში და ევროპაში მაგატარებული და ზუსტად იქიდან რო ჩამოვედი და რო დავინახე საქართველოში რა ხდებოდა და მაშინ მივიღე მე ის გადაწყვეტილება, რომ ეს ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა შექმნილი იყო და იქნებ რამენაირად რამე გამოგსვლოდა. ბატონო ნიკოლოზ, თქვენ გადატრიალება გინდაო ხელისუფლებისო, ხო ეს დაგაბრალეს. ისიც ხო არ გითხრეს, როგორ აპირებდით ამას, ჩვენ მოვისმინეთ ამას წინათ ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის საქმე, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო დაახლოებით თქვენი ასაკის ადამიანებს, თავიანთი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის პატრიოტებს დააბრალეს, რომ ზილებზეო უნდა დაგესვაო 200 მგონი რაღაცა. კი ჩვენთანაც იყო კაციო და უნდა შემოგეყვანაო და გადაგეტრიალებინაო და თქვენ რა დაგაბრალეს? აი ჩვენთან საქმეში ეწერა შემდეგი რაღაცა, ეს წამიკითხეს, რომ აი ეს იყო, რაზეც ითხოვდნენ ხელმოწერას, რომ ანუ თქვათ დავთანხმებულიყავი ამ ბრალს, რომ ჩვენ შემოყვავდა 2000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცნაზელი. საიდან? ქართულად, ანუ ოფიციალურ საბუთში წერია ასეთი რაღაცა, რომ მე ვაპირებდი საქართველოს ტერიტორიაზე ოსეთიდან შემომეყვანა 2000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცნაზელი. და მე სად მიყავდათ ეს ამდენი ქართული? და ეტყობა თბილისზე წამოსულიყავით, არ ვიცი. ეგ იყო რომ თბილისის აღება, თბილისი უნდა თბილისის აღება გინდოდა თქვენ. უნდა აგვეღო ჩვენ თბილისი და იქ სხვადასხვის ის თქვენი რა ქვია, ავშფოთდი რა, მეთქი აი რა ქართულად მოლაპარაკე 2000 რუსი სპეცნაზელი სიგიჟეს მეუბნევით მეთქი რა და ამაზე საერთოდ გადაირიენ და კიდე საშინლად ვცემეს იქ ადგილზე, რომ რადგან ეგრე არისო რა. ეს ქარელში თუ თბილისში? არა, ეს უკვე მთავარ სამმართველოში. ეს ჩვენზე ჩვენი ცემაწამება გაგრძელდა ციხემდე და მარტო მთავარ სამმართველოთი არ დასრულებულა ეს ჩვენი ისტორია. ერთი შეკითხვა. კი ბატონო. მთელი აი მძიმე პერიოდის და პროცესის განმავლობაში გარეთ თუ იყო რაიმე რეაგირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ან საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან ან რომელიმე საელჩოს მხრიდან თუ იყო რამე ქმედითი არანაირი ქმედითი რეაგირება არ იყო. ერთხელ მოახერხა წითელმა ჯვარმა ჩემთან შემოსვლა, მაგრამ მაშინ საუბარს აზრი არ ქონდა მაგათთან, იმიტომ რომ რა ოთახში ჩვენ ვლაპარაკობდით, იქ ყველაფერი იწერებოდა და გაფრთხილებული ვიყავი, რომ იქ
რამე ზედმეტი არ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ იმ ღამეს ვერ გადავიტანდი და მაგრამ წითელმა ჯვარმა ერთი რაც მოახერხა, რომ ტანსაცმელი გამხადეს, რომ დავეთვალიერებინეთ და ნუ რომ დაინახეს რა დღეში ვიყავი, კი დაწერეს ეგ ყველაფერი. მაგრამ სხვათა შორის ამ წითელი ჯვარის საერთოდ ვერ გავიგე მე მაგათი ორგანიზაციის შესახებ დიდი ვერაფერი, იმიტომ რომ მე წითელ ჯვარს უკვე ციხიდან გამოსულზე ვთხოვე, რომ აი რაც გქონდათ მეთქი ჩვენზე იქნებ მოგცეთ მეთქი ეგ ინფორმაცია სასამართლოში და კატეგორიულ უარზე წავიდა რომ კი ეს მათი პრინციპია, ასე ჩაიფიქრა ეს ორგანიზაცია თავის დროზე ჯუნანმა. კი ბატონო, დავანებოთ წითელ ჯვარს ერთი წუთი თავი ბატონ ილია დავჩაგრეთ მგონი და ბრძანეთ. მაპატიეთ ბატონო ილია, რაღაცას ბრძანებდით. ჯერ მაპატიეთ ბოდიშს ვიხდი. ჩვენ უნდა სამართველოს ეპიზოდზე ვისაუბროთ, შემდეგ ციხემდე მივიდეთ. ამიტომ ცოტა ვიჩქაროთ ბატონილია, ბატონი გურამი და მერე გავაგრძელოთ. აი თქვენ ახსენეთ, რომ სამმართველოშიც და ქარელის პოლიციაშიც ძალიან მაგრად ცემეს და სპეცნაზელები ხტუნაობდნენ თქვენს ზურგზე და მუცელზე და თქვენ თუ გაქვთ ნანახი ჩვენი გმირის აწუხელიძის წამების კადრები. როგორ არა ნანახი მაქვს? რამდენად ეს ახლოს იყო შეიძლება ამის პარალელის გავლება? ძალიან ახლოს იყო. საერთოდ ოდნავათაც არ მქონდა ილუზია მე რომ საერთოდ ციხემდე ცოცხალი მივიდოდი. საერთოდ მაგაზე ვერ ვფიქრ, ზუსტად გვეგონა რომ ჩვენ ცოცხლები ვერ მივახცევდეთ ციხემდე. იქნება მათი სტანდარტული მოპყრობა და ქცევა იყო რომ დაკავებული ერთია, მაგრამ ამ დროს რა ხდებოდა თქვენ ოჯახის წევრებზე, თქვენს გარემოცვაზე? ეხა გეტყვით. პარალელურად მოხდა ასეთი რაღაცა, რომ ორ ადამიანს რამაზ ყვალაძეს და ბაქარ და ბადრიჩი გოგიძეებს ძმები იყვნენ, ეგენიც ჩემთან ერთად დააკავეს. პარალელურად ჩვენი დაკავებიდან ალბათ რამოდენიმე დღეც არ იყო გასული, რომ საკუთარი სახლებიდან გამოყარეს. ანუ რეალობა იყო ასეთი, რომ იპოთეკაში ჰქონდათ სახლებინები ჩადებული. ჩვეულებრივად იხდიდნენ და ანუ არანაირი პრობლემა არ არსებობდა რა. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისე აღმოჩნდა, რომ ორივე ოჯახი გამოყარეს, ანუ ფანჯრებიდან უგდებდნენ ნივთებს, მაგალითად რამაზ ყვალაძეს სულ ფანჯრიდან გადაუყარეს ყველაფერი სახლიდან და მისი ოჯახის წევრები აი მეორე თუ მესამე დღეს აღმოჩნდნენ უსახლკაროდ. თავიანთი იყო ეს ქონება, თავიანთი ქონებიდან, რომელსაც იხდიდნენ და ეგ არ ვიცი რომელ იმაში ჰქონდათ ჩადებული ბანკში, ეხა ეგეც ალბათ საქმის მასალებში სადღაც არის, ეხა ყველას დეტალურად ასე არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ეს ორი ოჯახი დარჩა დააჩქარეს სახსრულების პროცესა, საახსრულებო საერთოდ არაფერი არ იყო, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ხდებოდა, ნუ რაც იყო რა, გადახდა. მენჩი არ ყო. არანაირი დავალიანება. მიმდინარე დავალიანება. ხო, ნუ მიმდინარე ჰქონდათ, რომელსაც ასე იხდიდნენ ჩვეულებრივად. ბატონი გურამი იკითხავს და შემდეგ უნდა ვაცალოთ, რომ ისაუბროს. ბატონი რაკეს კითხვა მინდა გავაგზავნო. დიახ. არა, მაგალითად, რადგან ამ თემაზე ვლაპარაკობდი, იყო ჩვენთან ყინწვიში არა, მაგრამ თბილისში დაიჭირეს ბატონი ოლეგ კეშელავა, რომელიც ასაკოვანი კაცი იყო. მაშინაც და ეხაც საკმაოდ ასაკში არის და როგორც ასე ვთქვათ, პრაქტიკულად ბატონი ოლეგი დაღუპა ჩემმა ზარმა მასთან. ანუ მეტი მიზეზი მისი დაჭერის არ არსებობდა. მე მას ყინწვისიდან დაურეკე და რაღაცაზე ვესაუბრე. რომ ბატონო ოლეგ მეთქი რაღაცა ასე ჯერ აქავართ მეთქი რაღაცა მე რა ჩამოვალთ. ჩვეულებრივი საუბარი მქონდა. და ბატონი ოლეგიც ამ სატელეფონო საუბრის გამო გაიყვანეს როგორც საქმის თანამონაწილე და დაიჭირეს. მისი ორივე შვილი გოგობიჩი ყავდა მაშინ კიდე სტუდენტები იყვნენ, პირველი კურსის თუ არ ვცდები, უნივერსიტეტიდან გამოუყარეს და რა გვარია ბატონი ოლეგი? კეშელავა.
ჯამში რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ამ მათ ბოროტებას? ჯამში 24 ადამიანი ემსხვერპლა, ვინც იქ დაგვაკავეს და კიდე რამოდენიმე ჩვენი მეგობარი ბევრად ადრე ჩვენ დაკავებამდე დაიჭირეს და ბატონი ოლეგი ახსენეთ, მისი შვილები, ვინც მსხვერპლი გახდა ამ ყველაფრის. კიდე მაგალითად ხები გამოასახლეს. ჯამში რამდენი ადამიანია ხوار დაგითვლით? 24 ადამიანი. ეს ვინც იყავით ბრალდებულები, კი ბატონო. მსხვერპლები, არაპირდაპირი მსხვერპლები ამ აი გეტყვით, აი ყველაფერი, ესე იგი ცილიკიშვილს, ბატონ მიხეილ ცილიკიშვილს, ჩემ მეგობარს, ანუ ის იარაღიც ფიგურირებდა ამ საქმეში. მაგალითად, შვილის არასუწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ და ამ მეთოდით აღიარებითი ჩვენების ის მოთხოვეს, რომ აღიარებითი ჩვენებაო. მეორეს მაგალითად ასევე მყავდა მამაშვილი დაკავებული ჩემთან, სადაც მამას დაემუქრენ შვილის გაუპატიურებით მის თვალწინ და შესაბამისად ასე მიაღებინეს ჩვენება, ну მოაწერინეს ხელი აღიარებით ჩვენებაზე. კიდე აბა ვინმე ჩემი რამდენიმე ათეული ადამიანი არის ერთი აი ამ დიდი საქმის მსხვერპლი და არა მხოლოდ 24. ბაია მაგალითად კიდე ერთი პატიმარი თემურ ცამბაია, რომელიც გარდაიცვალა გამოსვლიდან ძალიან მალევე, იმიტომ რომ განუვითარდა სიმსივნე თავში. იმიტომ რომ ანუ მაგათ ჰქონდათ ასეთი ჩვევა, ერთი და იგივე ადგილზე ერთი და იგივე ადგილზე გირტყავდნენ ყოველდღიურად. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ 2 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ მოგვიწია ყოფნა, რომ ყოველდღიურად რომ ერთი და იგივე ადგილზე გირტყავენ და ქცემენ. ყოველდღიურად 2 წლის განმავლობაში. მე არ ვლაპარაკობ, ну შეიძლება სადღაც ჩავარდნა ქონდათ ერთი დღე ან 2 დღე, მაგრამ ну კარგი, მოდით მივყვეთ ქარელიდან გადმოგიყვანეს თბილისში და თბილისის მთავარ სამმართველოში რა ხდება, შემდეგ როგორ გადადიხართ ციხეში და ციხეში რა ხდება? მთავარ სამმართველოში, ну, გრძელდება თითები დაგვამტრიეს, მე მაგალითად ჩხილები დამატეხეს ხელზე, თითები მქონდა მე და რითი დაგატეხეს ჩხილები? სკრეპის ამოსაი რაღაცა ის რო არის, არ ვიცი, რაღაცა დანადგარი არის, რომელიც რაღაც კიდე ეგრეთ წოდებული პისტოლეტის კრეპების ალბათ. ხო, აი იმის ამოსაღები ხო არსებობს, აი იმის ამოსაღებით. მე მაგალითად თითები მქონდა დამტრეული, რამაზისას თითები მქონდა დამტრეული. მე საერთოდ მთავარი სამმართველოს შემდეგ უკვე ფეხზე ვეღარ ვიდექი. რეალობაში დამოუკიდებლად ფეხზე ვერ ვიდექი და იზოლებულები იყვნენ, რომ ასე გადამიკიდებდნენ და წამიყვანდნენ, წამომიყვანდნენ. მაგალითად, მთავარი სამმართველოს კაპეზე ჩემდა გასაოცრად უარი განაცხადა ჩემ მიღებაზე. არ მივიღებთო რა, გაწვა ის კაცი რა, ვინც იყო უფროსი ახლა იმისი, რა ქვია, დროებითი დაკავების იზოლატორის მთავარი სამმართველოსი. რატომო? მოკვდებაო. იმიტომ რომ ნამდვილად არ ეგონა არავის რომ გადავრჩებოდი, ისე დღეში ვიყავ. და ნუ არ უნდოდა რომ სხვაგან წაიყვანეთო რა, ნუ საბოლოო ჯამში მაინც გამაფორმეს და შემიყვანეს. ზუსტად იგივე პრობლემა ჰქონდა ციხეზეც ჩემი მიღების. ციხემაც გააპრობლემა და არ უნდოდა ჩემი მიღება, იმიტომ რომ მოგვიკვდებაო აქო და ნუ ეტყობა უცრავად რომელ ციხეში? მერვე გდანის მერვეში. მთავარ სამმართველოში რა ხდებოდა? თამარ სამმართველოში, ну, ხდებოდა ფიზიკური, მორალური ანგარიშწორება. მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ხელი მოგვეწერა იმ ბრალზე, რომ შემოყვავდა 2000, ანუ 2000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცნაზელი, ანუ ეგ იყო მათი მთავარი ამოცანა, რომ აი ამ კონკრეტულად აი ასეთი ბრალით ყოფილიყავით დაჭერილები. და ნუ მაგბრალით დაგვიჭირეს. ეს არის 26 მაისი. ეს არის 26 მაისი. როცა სააკაშვილი ხალხს აჯილდოვებს. აი როცა სააკაშვილი ზუსტად გეტყვით, როცა სააკაშვილი ხალხს აჯილდოებდა
თუ უშუალოდ სიტყვით გამოდიოდა ერთი ეპიზოდი იყო ასეთი, რომ მაშინ ქარელის პოლიციაში ვიყავით და ეს მეგის ქარდავა და კიდევ ვიღაცას თავს ამაწევინებდნენ და ესე უყურეო, გაიგე? ჩართული ტელევიზორი ქონდას ჩართული ჩემთან ოთახში. რას უყურეო? სააკაშვილის გამოსვლას სიტყვით. და როგორც კი ანუ მეც რაღაცას უკომენტარებდი ხოლმე და მე ისევე მცემდნენ და გონებას ყო პრაქტიკულად ეგ ეპიზოდი ქარელის პოლიციის აი ყველაზე ბუნდოვნად მახსოვს, იმიტომ რომ ვიყავით დაახლოებით 1-5 საათი იქ და 5 საათის განმავლობაში ხდებოდა აი რამდენიმე ადამიანის აი არანორმალური ცემა რა და ეს იმიტომ დავასკვენით რომ ამდენი ხანი ვიყავით რომ უკვე თავარ სამართველოში რომ მოვედით უკვე სიბნელე იყო ანუ უკვე ბნელოდა საღამო იყო უკვე თავარ სამართველოში ხომ არ გინახავთ ჩვენ აქ მოვისმინეთ ბატონი ელდარ ლუკა კურტანიძე სხვა ადამიანები ვინც მიიყვანეს უკვე რუსთაველზე სისხლიანი ანგარიშწორების შედეგად მიიყვანეს ასევე მთავარ სამართველოში ხომ არ გინახავთ მე პირადად არ მინახია ან არ მახსოვს ეხა უამრავი ჩვენ ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი ადამიანი იყო ეხა მე ჩემებს ყველას ვცნობდი იმიტომ რომ ასე ჩამსკრივებულები იყვნენ ყველანი და ეს პოლიცია ყველა ვისაც არ დაეზარებოდა გამლელს ასე გაივლიდა რიგრიგობით ყველა მუცელში ჩაცხებდნენ ну, იქაც ცემდნენ, ასე მოლოდინის რეჟიმში ვიყავით და თავარ სამართველოზე ერთს კითხავთ და გადავინახოთ ციხის ეპიზოდზე. ოღონდ დაკვირვებით გთხოვთ რომ მიპასუხოთ, არ წამოგცდეთ არავის გვარი. უბრალოდ მინდა თქვენთან გადავამოწმო, რომ სწორად ვიცი თუ არა. ასე ვიცი თითქოს, რომ თავარ სამმართველოში ერთ-ერთ თქვენგანს, ამ შემთხვევაში თქვენ არ გულისხმობთ, ერთ-ერთ თქვენგანს აყურებინეს მეორე თქვენთან ერთად დაკავებულის სასტიკი წამება. რამდენად არის ეს სიმართლე? კი თუ არა, გვარები არ გვინდა. სიმართლეა. სრული სიმართლეა. გასაგებია. კარგი, როდის გადაგიყვანეს გლდანის ციხეში? გლდანის ციხეში გადაგვიყვანეს ზუსტი თარიღი უკვე არ მახსოვს, მაგრამ ალბათ დროებით იზოლატორში, მოთავსების იზოლატორში სადღაც 1 ღამე გავატარე და მეორე დღეს გადამიყვანეს უკვე ციხეზე, მაგრამ გზაზე მოხდა ასეთი რაღაცა. გზაზე მოხდა ასეთი რაღაცა, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ ეხა პირდაპირ ციხეზე უნდა გადავეყვანეთ თუ გეზი ქონდათ აღებული მივყავდით მოდულის შენობისკენ. მერე მოდულის შენობისკენ კი ბატონო. და მერე ისე მოხდა რომ შიგნით მანქანაში რაღაც იყო რომ არა მოკვდებაო და ისაო და მოდული სადღაც საბურთალოდან გადაუხვიეს მერე წავედით გლდანის მიმართულებით მაგრამ რა დიახ პერიოდისთვის გზაში რომ გადაყავდით ამ 1000 გვარი წამები და შანტაჟი მიაღწიეს იმას რომ ყველა დაკავებულმა ხელი მოაწერა ამ რას უკვე ეს სამართლის შენობაში მოხდა. კი, ასე ვთქვათ, აღიარებითი, ანუ 24 კაცმა ზუსტად არ მახსოვს ეხა იმ საბუთს ყველა მოვაწერეთ ხელი თუ არა, მაგრამ ზოგადად მე აღიარებითი ჩვენება არ მქონდა, ანუ მე სასამართლოზე უარყავი ეგ ბრალი, ანუ ერთადერთი ადამიანი. იმ მომენტისათვის გონი, არა, იმ მომენტისათვის იძულებულები ვიყავით, რომ, ხო? ვიცი, ხო? მე მინდა მთელი სურათი. კი ბატონო, იმ დროისთვის უკვე ყველას ჰქონდა მოწერილი ხელი იმ საბუთზე. რა, ეგ იყო ერთადერთი შანსი, რომ ფიზიკურად ცოცხლები, ну, ასე გვეგონა, რომ ცოცხლად დარჩენილიყავით რა. ბატონ ნიკოლოზ, ჩვენ შეგნებულად ქალბატონმა თიამ გთხოვათ გვარების დასახელებისგან იმ რაც თქვენ გაჩვენეს, მაგას არ უსვავთ ხას. მაგრამ ეს ხო არ იყო სწორედ
ის რის შემდეგაც აღიარებით ჩვენებები მისცეს დანარჩენები. რა თქმა უნდა, ყველაფრის ერთობლიობა იყო, ეხა მე რო ვამბობ ასე უბრალოდ ცემა-წამებაზე, აქ რეალურად მიდიოდა ზეწოლა მეუღლეებზე, ოჯახის წევრებზე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველას მეუღლეს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ეს ჩვეულებრივი არა მარტო მათ, ჩვენს, ყველას, ანუ ეგ ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო მათი საგამოძიებო მოქმედებების რა. გასაგებია. მივედით გლდანის საპყრობილეში. იქ თქვენს მიღებაზე ციხე უარს აცხადებს, იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ გარდაიცვლებაო. კი ბატონო და პარალელურად ამ პერიოდში, როცა მე უკვე გლდანის ციხეზე ვარ მიყვანილი, ღვალაძე რამაზი ყავთ მოდულის შენობაში აყვანილი და დენზე ყავთ შეერთებული. სადაც მან ასევე გულის შეტევა მიიღო და მოუწიათ იქაც გამოძახება სამედიცინო ექიმების, რომ რამენაირად მოეტრიალებინათ და გადარჩა საბოლოო ჯამში არ მოხდა. ღვალაძე ხო არ არის თქვენთვის ცნობილი? საქმის მასალებში არის კონკრეტული სახელები და გვარები. ხო, მე სახელები. რას ნიშნავს დენზე შეერთება, რომ აუხსნათ ზოგიერთ ახალგაზრდას? დენზე შეერთება ნიშნავს, რომ ხელზე აი წნევის აპარატები ხო ყველას გაქვთ ნანახი როგორიც არის ხელზე რომ მანჟეტი გიკეთდება ასე უკეთებდნენ ხელზე და ყელზე რის შემდეგაც უკვე რთავდნენ ამ აპარატს რა ელექტროშოკით წამება ამას ალბათ ხო კი ბატონო გლდანის ციხეში თუ გაწამეს ისევ და თუ გცემდნენ და რამდენ ხანს იყავით ამ ციხეში? გლდანის ციხეში მე ხა ვამბობ ხოლმე 2 წელიო მამ რეალურად წელიწადი და 8 თვე გამოგვივიდა ყველას. მე ციხეზე მიყვანისას უკვე იმდენად უგონოდ და უძლურებაში ვიყავი, რომ საერთოდ ვერ დავდიოდი შემიყვანეს კარანტინის კამერაში, სადღაც თუ არ ვცდები 8 კაციანი იყო იდეაში ის კარანტინის კამერა და ალბათ ერთი 40 კაცი ვიყავით. და ნუ რო დამინახეს რა დღეშიც ვიყავი შესული, იმიტომ ისეთი ნაცემი მე როგორიც ვიყავი იმ მომენტში, აი ისე დონეზე იქ კამერაში არავინ არ იყო და ნუ ყველამ დამითმეს ლოგინი, რომ დავწოლილიყავი და ერთი კარანტინში თუ არ ვცდები, ერთი 3 დღე მაინც გავატარე მე პირადად, ნუ 3 დღე და ღამე სანამ გადამიყვანდნენ კამერაში. და каранტინის დაშლის ცემას მე გადავრჩი, იმიტომ რომ გადავრჩი რა, აზრი არ ქონდა ჩემ ცემას, იმიტომ რომ დამოუკიდებლად მე ვერ დავდიოდი, ასე მომიკიდა ორმა ოფიცერმა და მიმიყვანეს იქ, სადაც აი ისიც რო არის, ფარული ჩანაწერებიც რო არის ციხეზე, რო ასე წრეზე რო ურტყავენ ყველას რა. აი იქ მიმიყვანეს აი ასე. ჩაკიდებულები და ნუ რო დამინახეს რაღაც მოაცილე თუ აქედან და გადამისროლეს სადღაც. მაგრამ მე არ ვიცი ხა კონკრეტულად ხვალაძეც არ ვიცი ცემეს თუ არა მგონი გადარჩა, იმიტომ რომ ისიც საშინელ დღეში იყო, აი ცოცხალ მკვდარი იყო და იქ აღარ ცემეს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სხვა ჩემთან ერთად დაკავებული იქაც ცემეს, каранტინის დაშლის პროცესშიც ცემეს. каранტინის დაშლა კიდევ ერთხელ რო აუხსნათ ზოგიერთ ახალგაზრდას, რომლისთვისაც ეს ალბათ არის უცნობი ტერმინი. რას ნიშნავს каранტინის დაშლა? каранტინის დაშლა რეალურად იყო, რომ უნდა მომზადებულიყავი ფიზიკურად და მორალურად იმისთვის, რომ დაგამტვრევდნენ ძვლებში. ანუ რიგრიგობით პატიმრები კამერიდან გაყავდათ, აკეთებდნენ ასე ვთქვათ, ასეთი რიგი ხდებოდა პატიმრების, ხო, დერეფანი რიგი იყო, ასე ყველა ერთმანეთის უკან ვიყავით მოთავსებულები და რიგრიგობით ყველა მიდიოდა იმ მაგიდასთან, სადაც მუხაძე იღებდა каранტინს რა. ციხის დირექტორი იჯდა და იღებდა ასე ვთქვათ პატიმარს ციხეზე და აი მიღების პროცესში каранტინის დაშლა არის ის, რომ რეალურად გამტვრევდნენ ძვლებში. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ოფიცერი, ვინც
გარშემო იყო იქ თუ ვინც იყო, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გირთყავდა წიხლს, ხელს, რაც ყველაფერს უფლება ჰქონდათ. რიტუალი იყო, რომელიც ყველა პატიმარს უნდა გაიარა საერთოდ. ანუ ეს არ იყო ლაპარაკი, რომ მარტო ჩვენ, ანუ ნებისმიერი პატიმარი გადიოდა. ეს იყო წესი, კარანტინის დაშლის ძალადობრივი ეგ იყო წესი. ეგ იყო ბევრი სხვა წესიც იყო იქ კიდე. მერე უკვე ციხეზე რო კორპუსზე რო გადავიდა. გავაგრძელოთ მაშინ და ამ წესებზეც გვიამბეთ. შემდეგ აგიყვანეს საკანში. აგვიყვანეს საკანში. იქ თავიდან საშინელი მუქარა იყო, რომ შენო გაგუდავთო. ანუ ვინ გემუქრებოდათ? ვიღაც ოფიცრები. ოფიცრები. ხო, პატიმარი ხომ არ არა, პატიმარი არა, ოფიცრები, დრო აუცილებლად მომკლავდნენ, ანუ ეს პირობას მაძლევდნენ ასეც, რომ აუცილებლად შენო დღე-დღეზეო დედას გიტირებთო რა. თუ იყო ვიდეო თვალი კამერაში. კამერებში სადაც კი ყოფილიყო. კამერაში ღია, მე ვიცი, ანუ გეტყვით, რომ მე სადაც ვიყავი ღია ვიდეო თვალი, რომელიც ჩანდა არ იყო, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად კამერების უმრავლესობაში ფარული კამერები იყო ჩაყენებული და პრაქტიკულად ყველაფერს იღებდნენ. კი ბატონო. შემდეგ გადაგვიყვანეს მოკლედ ну იყო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა რო არიქა აი დღეს მოკლავთ ხვალ მოკლავთ ანუ აქ პირდაპირ მაგაზე იყო ლაპარაკი რომ აი დღეს უნდა მოკლან თუ ხვალ უნდა მოკლან და რაღაცა ის მოლოდინში გამყოფდნენ რომ რაღაცა უნდა დაგმართნოდა თვითონ ახლა ციხის ისტორიები ალბათ თქვენს ბევრი გსმენიათ მაგრამ მაგალითად დილას გაღვიძების შემდეგ რაც ძალიან ადრე ხდებოდა პრაქტიკულად 6 საათამდე დაჯდომის უფლება არ ქონდა არც ერთ პატიმარს საერთოდ იმიტომ რომ დაენახეთ რომ სადმე დამჯდარი იყავი და ემან წამოწოლილი არ ყოფილიყავი მაგაზე საშინლად გცემდნენ საერთოდ საოცრება ციხე საერთოდ სხვა ისტორია იქ რაც ხდებოდა ეს საერთოდ ძნელი გადმოსაცემი არის იმიტომ რომ მაგალითად ეხლა მე ჩემი ფანჯრებიდან უყურებდი ეგრეთ წოდებულ ვახტას ანუ ციხის მთავარ კარებს და ნუ კვირაში რამოდენიმეჯერ მიცვალებულის ფეხებს ხედავდი რომელიც სპეციალური მანქანით გაყავდათ ციხის ტერიტორიიდან ჩემ თვალწინ ჩემთან კამერაში მსდომი ხალხის თვალწინ კაცი შემოაკვდათ ნუ შემოაკვდათ არ ქვია მოკლეს ქვია მაგას მაგრამ წინა კამერაში შევარდნენ ოფიცრები რაღაცა ხდებოდა ხმაური იყო თუ რაღაცა ერთი ასაკოვანი კაცი იყო ხედავდით იმიტომ რომ კარებებს ძალიან დიდი ღრეჭოები აქვს და თავისუფლად ჩანს იქ ციხის კორიდორში რა ხდება თუ სხვა კამერის კარი რო ღია როცა ღია იყო ყველაფერს ხედავდი შიგნით რაც ხდებოდა და ასე თქვა ჩემ პირდაპირ კამერაში შევარდნენ და ერთი ასაკოვანი კაცი იყო მეორე სართულზე იწვა და ვერ მოასწრო ფიზიკურად ჩამოსვლა რომ დახვედრო და ოფიცრებს და წესი იყო ასეთი რომ კარი რო იღებოდა პატიმრები უნდა დახვედროდნენ ოფიცერს დაბლა ხელები უკან დალაგებული და თავი დაბლა დახრილი იმიტომ არ შეიძლებოდა რომ შეგეხედა მაგათვის და ამ კაცმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა ამ თავისი ლოგინიდან და მოკიდეს ხელი და გადმოაგდეს და დაეცა ბეტონზე და იგი ადგილზევე მოკვდა. გარდაიცვალა იქვე. ნუ ითამს არაფერი რა მე გვარი ხო არ გახსოვთ? არა, მე არც გვარი არც სახელი მისი არ ვიცი. ჩემ მოპირდაპირე კამერაში რო იჯდა და დაახლოებით შესაძლებელია რომ გაირკვეს რომელ კამერაში იჯდა, იმიტომ რომ მე ვიცი რომელ კამერაში ვიჯექი. და არც ყოველდღე
აი ყოველღამე ხა მე კაცის ტირილი არ გამიგია. ხო ისე ვიცხოვრე 31 წლამდე რომ რა ვიცი ხა კაცის ხმა მაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა. და აი პირველად იქ გავიგე მასიური კაცების ტირილი. და აი ყოველი ღამე საერთოდ ყოველი დღე ვიღაცის კნესით, ტირილით, კივილით, ყვირილსაც ვერ და არც ასწავლი, ანუ მარტო იქ ყოფნა იმას გიშვებოდა რა, ანუ აბსოლუტურად განადგურებდა რა როგორც. ბატონო ნიკოლოზ, სანამ მანამდე ბატონმა გურამმა მანიშნას კითხვის დასმა უნდა ბატონი თენგიზე. მანამდე გკითხავთ, თქვენ განათლებული პიროვნება ბრძანდებით. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, როგორ გადმოსცემთ ფაქტებს, ხო? არც ანალიზის უნარი გაკლიათ, მოძრაობა დააფუძნეთ და მორწმუნე ადამიანი ხართ და რაღაცა კეთილშობილი მიზნებისკენ ჯერ კიდევ 31 წლის ასაკში ცდილობდით ისწრაფოდით და ასე შემდეგ. ამდენი წლის მერე თქვენ თუ გიფიქრიათ იმაზე, რა არის პასუხი კითხვაზე რატომ? როდესაც თქვენ ამბობთ, რომ რეალურად სააკაშვილის რეჟიმმა, რომლის ბოროტის აცეცები იყვნენ მუხაძე, გუდანის საპყრობილის დირექტორი, ეგრეთ წოდებული კილერა, მეგისი ქარდავა და კიდევ ბევრი სხვა. ქართველი კაცები, ეს იყო ხელისუფლება, რასაც მე თქვენ გისმენთ, თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელმაც ქართველი კაცები ატირა. კი ბატონო. რატომ? არ დაგისვამთ ეს კითხვა საკუთარი თავის. ძულდათ ქართველი ხალხი მაგათ თავიანთ, ანუ მაგათ ყველანი ძულდათ საერთოდ. იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ასეთი სიბოროტე ჩაიდინო, ეხლა რა პატიმარიც არ უნდა იყოს და რა დანაშაული სიტყვაზე ვიღაცას არ უნდა კონდეს ჩადენილი, ის რომ უკვე 4 კედელში არის მოქცეული, ეგ უკვე სასჯელი არის და ეხლა იქ რო კიდე აწამებ, ეგ უბრალოდ არა ადამიანი ხარ. ჩემ თვალში აბსოლუტურად ყველანი იყვნენ და არიან დღესაც არა ადამიანები. რომლებსაც რატომღაც ძალიან ჰუმანურად ექცევით კიდევ. ჩვენ ვექცევით ჰუმანურად, ასე თვლით, კი ბატონო. ბატონო გურამ, ბატონო თენგიზ, ბატონო ალუდა. ბატონო ნიკოლოზ, პრინციპში ბატონო მერეკლი ნაწილობრივ დასვეს კითხვა, მაგრამ უცხოელებთან გასაგებია სახალხო დამცველი მაშინდელი. ბატონი ტუღუში იყო მაშინ სახალხო დამცველი, ესე მახსოვს. ან მისი წარმომადგენელი შეიძლება თვითონ არა ხო არ დაინტერესებულა თქვენით გამოიერეთ ამხელა ჯუჯუხეთები ჯერ ქარელის პოლიციაში მერე ციხეში და ასე შემდგომ არა ჩემით არ დაინტერესებულა არც ჩვენით არ დაინტერესებულა მე ის ჩემთან პირადად შემოსული არ მახსენდება საერთოდ ნუ სამწუხაროდ ამ პასუხს ველოდი იმიტომ რომ თქვენს წინ ბევრი ადამიანი გამოვიდა რომელმაც ეს ჯოჯოხეთი მოყვა როგორც თქვენ და ასევე მათგანაც სამწუხაროდ იგივე პასუხები გვაქვს ხოლმე რომ არა საერთოდ მაშინდელი სახალხო დამცველი სამწუხაროდ არ ინტერესდებოდა აი ამ ჯოჯოხეთით რაც ხდებოდა მაშინ არც საელჩოები არც უცხოელი პარტნიორები არც NGO სექტორი არავინ არ ინტერესდებოდა აი ამ უბედურებით რაც ხდებოდა მაშინდელ ციხეებში და წინასწარი დაკავების იზოლატორში და მე ამას ყოველთვის ვიყენებ ხოლმე ამ შესაძლებლობას და ეხაც გამოვიყენებ და კიდევ ერთხელ მიმართავ დღევანდელ ელჩებს საქართველოში დაწყებული ევროკავშირის ელჩიდან 4 თვეა უკვე ეს კომისიის ხდომები მიმდინარეობს დღევანდელი ხდომის ჩათვლით და თქვენი ახსნა-განმარტების ჩათვლით და დღემდე არც ერთ მათგანს არავითარი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია რომ ის რეჟიმი რომელი რეჟიმიც აი ამ სისასტიკეს ჩადიოდა დღეს მათ მიერ არის მონათლული ევროპული ღირებულების პარტიად და ხალხს მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას რომ აი ამ ჭყალებში ევროპული ღირებულების პარტიას დაუჭიროს მხარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა პირდაპირ გაგებით რომ 4 თვეა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში კომისიაზე მოდის დაახლოებით თქვენაირი დაზარალებული ადამიანები და დღემდე ევროკავშირის ელჩიდან დაწყებული ვიმეორებ ძალიან ბევრი ელჩი რომელიც
მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, რომ ნაციონალურ მოძრაობას როგორც ჭყალებში ევროპული ღირებულების პარტიას ხარი დაუჭეროს. აი ეს პარტია, რომელიც აი ესეთ დღეში აგდებდა საზოგადოებას და ამას აუცილებლად პასუხი ექნება ქართული საზოგადოებისგან ყოველთვის მე ზოგადად და ევროპარლამენტის რეზოლუციები, რა თქმა უნდა, იგივე ევროკავშირის ელჩი აქ იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ რეალური სურათი მიაწოდოს იგივე ევროპარლამენტს და ევროპარლამენტის რეზოლუციებში 4-ზე მეტი რეზოლუცია მიიღეს უკვე, სადაც პირდაპირ აი იმ სააკაშვილს, რომელიც იყო მოთავე ყველაფერი აი იმ უბედურების, რაც აქ ხდებოდა, მათ შორის აი რასაც თქვენ ამბობთ და რომელიც სხვათა შორის აზბურგის სასამართლოსაც აქვს ჩაწერილი, რომ დანაშაულებრივი სისტემა იყო შექმნილი. მაშინ სააკაშვილის თამადობით ამბობენ, რომ უკანონოდ უნდა გამოუშვათ თურმე ციხიდან. აი ეს არის, კი ბატონო და იმ პერიოდს რაღაცა პროგრესულ პერიოდად უნდათ რომ შეასაღონ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ეს კომისია ნამდვილად იქნება დარწმუნებული ვარ და დასასრული აი ამ ნაციონალური მოძრაობის გვიან დაწყებული დასასრულია უბრალოდ. გეთანხმებით, რომ მანამდე ჯობდა ეს ყველაფერი, აქ არ არის არაფერი დასამალი. კი ბატონო და იმაშიც გეთანხმებით, რომ ჩვენ ზედმეტად ჰუმანურად გამოვიყურებით და ზოგიერთი ვიმამეთში არ უნდა იყოს წამოგორებული. მე მაგალითად საერთოდ არ მესმის რატო უნდა იყოს ის ვივამეთში და რატო არ უნდა იყოს ჩვეულებრივ ციხეში, საკანში. ერთი მნიშვნელოვანი რაღაც თქვა მინდოდა კიდე. ანუ სტატუსი ჩვენი რა არის, როგორც ხვდებით ჩვენ სააპელაციო სასამართლომ გაგვამართლა ყველანი. რომელ წელს? რამოდენიმე წლის წინ მოხდა, ეხლა ზუსტად არ მინდა რომ ამერიოს სააკაშვილის დროს? არა, თქვენ დროს. ხო, ამას გეკითხები. ხო, სააკაშვილის დროს არა. ანუ მე როგორც პირადად მე მქონდა სტრასბურგის გადაწყვეტილება ისეთი, რომ ანუ მე ვიყავი ცემაწამების მსხვერპლი და ну, ასე თქვა, არ არის სწორი რომ თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო არ გამართლებს, შენ უბრალოდ ადგენს, რომ შენ იყავი არასწორი მოპყრობის და არასწორი დაკავების მსხვერპლი. მერე ჩვენ სააპელაციო სასამართლოში შევიტანეთ გამართლებაზე მოთხოვნა, იმიტომ რომ გარკვეული ვადები იყო იქაც დასაცველი. შევიტანეთ, რაც რამოდენიმე წლის წინ მოახერხეთ და გამამართლებელი განაჩენი დაგვიდგა. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უკვე 2 წლის წინ ჩვენ 12 ადამიანმა 24 კაციდან შევიტანეთ საქალაქო სასამართლოში ასე ვთქვათ კომპენსაციაზე, მორალურ და მატერიალურ ზიანზე კომპენსაციის. ხო და აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ აბსოლუტურად გაუგებარი არის სასამართლოს და არც ვიცი საით გავიშვირო ხელი, უბრალოდ ფაქტს ვამბობ მე, რომ ანუ 2 წლის წინ რომ შემიწყდა სასამართლო პროცესები, იმის მერე მოსამართლემ დრო ვერ იხელთა, რომ ჩაენიშნა და გაეგზელებინა ეს სასამართლო. იცვლებოდა ბოლოში, აღარ მახსოვს ახლა, რომ მარტივი მოსაძიებელი იქნება. რამდენი სიტყვით კომპენსაციას? მოთხოვნა რა არის მატერიალური ზიანის? მატერიალური ზიანი არის დათვლადი და მორალური ზიანი არის უკვე შენზეა დამოკიდებული, როგორ თქვენი მოთხოვნა რამდენია თქო ჯამურად? ჯამურად? აუცილებელია ამასაც სახალხო გაჭირება. 12 პირი ერთად ჩივით, ხო? თანამოსარჩელები. კი ბატონო, და ამასთან ერთად ბოდიშკი ხდით რა. ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ, რომ მორიგებაზეც ვართ, ანუ თანახმა ვართ, რომ გარკვეული მორაგება შედგა და აბსოლუტურად 2 წელი ხდება აბსოლუტური ჩვენი მოპასუხევინ არის. პროკურატურა და იუსტიცია, ხო? იუსტიცია რაშუაში. არის იუსტიცია, პროკურატურა. ჯამურად, რა თქმა უნდა, 500,000-ზე მეტი არის. და ნუ ხდება და მინდა რომ აი ვისარგებლო ასე ვთქვათ. ამიტომ დასვით ეს კითხვა, ხო, ახლა მივხვდი ბატონო. ჩაგაყენოთ თითეული წევრი საქმის კურსში და
რა ვიცი, იქნებ ხა მე ამას ვერ გთხოვთ და არც გთხოვთ რომ რამეს ეწოლა განახორციელოთ სამართლოზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მოსამართლეც ისმენს ალბათ ძალიან ამისთვის. გაითვალისწინონ რაღაც. კარგი, ბატონი თენგიზი და შემდეგ გავაგრძელოთ. ესე იგი ამ ჩვენი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ მთლიანად გაიაზროს საზოგადოებამ რა ხდებოდა იმ დროს. კი ბატონო. ამიტომ ზოგიერთი კითხვაც, იმიტომ კი არ დაგისვავთ მე, რომ პასუხი მე თვითონ არ მაქვს ან არ ვიცი. პირველ რიგში, ესე იგი, სამართლოს ეპიზოდი ჩემთვის გასაგებია, რომ იქ თქვენგან გამოძალვას აპირებდნენ აღიარების და ამიტომ ზეწოლა ხდებოდა უკიდურესი ფორმებით. კი ბატონო. მაგრამ როდესაც ამას ამ შანტაჟით და იმით სხვა გამოსავალი აღარ დაგიტოვეს, იმიტომ რომ საფრთხე მიადგებოდა თქვენი ოჯახის წევრებს და აღარ ვაპარაკობ იმას, რომ თქვენც არანაირი შანსი არ გექნებოდა ცოცხალი დარჩენილიყავით. ამის შემდეგ გადაინაცვლეთ ციხეში და ეს აღიარება, ეგრეთ წოდებული, უკვე მიღებული აქვს. მაგრამ თქვენ ახსენეთ კაცი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ერთ და იმავე ადგილზე ურტყავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ეს გაკეთებული ქონდა, აღიარება გაკეთებული ქონდა. ანუ მათი მოტივი ამ 2 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადგილას რომ ერთხათ ამ კაცისთვის თავში რაღა იყო. დამატებით აღიარებას არა, უბრალოდ ზიზღი. უბრალოდ ზიზღი პატიმრის. აი ამის გარკვევა მინდა საზოგადოებას მინდა. იქ უბრალოდ პატიმარი ყველას ეზიზღებოდა. ექიმის შათვლითაც კი, იმიტომ რომ თავი რო აქტივდებოდა მაგალითად სანატრელი იყო, რომ ექიმს რაღაცა ტაბლეტი მოეცა თქვენთვის. ანუ მე იმის თქვა მინდა და იმას გეკითხებით, რომ ისიც დიდი დანაშაულია, როდესაც ადამიანს ფიზიკურ და მორალურ ზეწოლის ქვეშ ამყოფები იმის გამო, რომ რაღაცა შენთვის სასურველი ჩვენება მიიღო. ეს ძალიან ცუდი დანაშაულია და დიდი დანაშაულია. მაგრამ სრულიად უმოტივაციოდ იმ გაგებით, რომ თქვათ შენ გინდა რაღაცა ინფორმაცია მიიღო და ეს დანაშაულს ამიტომ ჩადიხარ. ეს მოტივიც რომ აღარ აგაკ და მაინც აგძელებ. კი ბატონო, ესე იგი ამ წამებას 2 წლის განმავლობაში თავში ურტყავ ერთ ადგილას სანამ კიბოს არ დამართებ და ესე იგი სიმსივნეს და არ გარდაიცვლება ეს კაცი. და არც კითხვები არ აქვს, არც სთხოვო რომ მოდი ხელი მოაწერე, ან ქონება უნდა წაგართო, ამას მომიწერე ხელი, ან იმას მომიწერე ხელი, რომ რაღაცა 2000 სპეცრაზმელი შემოყავდა ქართულად მოსაუბრე, არც არაფერი და მაინც ამას აგძელებ ასეთ სასტიკი ფორმებით. აი ამის მოტივაციაც კი არ აქონდათ, გარდა იმისა, რომ ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა. არა, ეგ მათი ბუნებრივი მდგომარეობა, სიამოვნებას იღებდნენ ამითი. საოცარ იმას უყურებდი ხოლმე ყოველ დილას. ოფიცრები რო შემოდიოდნენ, ეგენიც ცენტრალური კარებიდან შემოდიოდნენ ვახტიდან, ჩემი ფანჯრების ქვეშ ხდებოდა ეს შემოსვლა, ვაკვირდებოდი ყველას შემოსვლას გასვლას. რო შემოდიოდნენ, აი ერთ ამბავში იყვნენ, ქვემოც აი ესე აკეთებდნენ, რომ აუ ეხა მოდი იმ კამერაში ავარდეთო, აი ისინი მაგარი დავლეწოთო რა, ის ვიღაცებზე. ამას ხმა მაღლა ამბობდნენ. ამას ეზოში ლაპარაკობდნენ, ანუ იქ გეგმავდნენ დილას ვინ უნდა ეცემათ. და ემან არ უნდა დაინახე რომ უყურებდით, თორემ შენით დაიწყებდნენ მერეცემას. ანუ მიზეზი არ ჭირდებოდათ, ანუ ხო არის რომ რაღაცას რო დაარღვევ ციხეში სიტყვაზე რეჟიმს რო დაარღვევ, მე ხვდები რაღაც განსაკუთრებულ სხვა იზოლად იმაში, რა ქვია, კამერას ჩაგიყვანენ, კარცერში ეგრეთ წოდებულში. იქ მიზეზი არ იყო საჭირო. უბრალოდ სურვილი იყო ოფიცრის საჭირო, რომ შენ იქ ძალიან ძიმე დღეში, დღე მქონოდა იმ დღეს რა. მეტი არაფერი. გასაგებია, მადლობთ. სანამ ბატონი აუდა დაგისვამთ კითხვას, ჩვენ მე მინდა ბატონი გურამი ბევრჯერ აკეთებს ამ მოწოდებას, რომ იქნებ ევროკავშირის ელჩი, ან ევროკავშირის ელჩი თუ არა რომელიმე დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც დღეს საქართველოს კი არ გულშემატკივრობს და მის მომავალს და საკუთარ ქვეყანას კი არ წარმოადგენს, არამედ პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული. კომისიის წინაშე საქართველოს მოქალაქეები, ვინც გამოდიხართ და იმ უბედურებებს აცნობთ საზოგადოებას, რაც სააკაშვილმა თქვენ თავს დაატრიალა,
იქნებ რაღაცა შეფასება გააკეთონო და ბატონი გურამი აკეთებს მუდმივად ამასთან დაკავშირებით მოწოდებებს, თუმცა აქამდე უშედეგოდ. აი ამას მინდა შევუერთდე გამოვეხმაურო როგორც თავმჯდომარე და მაგალითად გერმანიის ელჩი ბატონი ფიშერი ხო გვარი ხوارმეშლემა რომელიც როგორც ჩანს არის მოცლილი, იმიტომ რომ სასამართლო პროცესი არ იმართება პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების, რომელსაც თუ რომელიმე მათგანი მოხდა საპატიმროში, ნამდვილად საუკეთესო პირობებში უწევთ ყოფნა და თქვენ გაგვაკრიტიკეთ კიდეც ამისთვის, რომ ზედმეტად ჰუმანურები ხართო. აი ამ პროცესებს არ აცდენს გერმანიის ელჩი, როგორც ჩანს, მას ცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მე მინდა მას შევთავაზო, ბატონო ელჩო, გერმანიის ელჩს მივმართავ, მობრძანდით, ჩვენი კარი ღიაა და ნებისმიერ სხდომას ჩვენ მიმსჯელებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და მოგცემთ უფლებას, რომ ამ სხდომებს დაესწროთ თქვენ თარჯიმანთან ერთად და მოусმინეთ რა სწובה ბატონი ნიკოლოზ გოგუაძე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე. როგორ ცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, აწამეს, როგორ აყურებინეს ერთ-ერთ მათგანს მეორის მათგანის წამება არის, შემდეგაც ყველას მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა და ჩვენ აქ არ გვინდა დავაკონკრეტოთ გვარები და წამების შინაარსი განზრახ, იმიტომ რომ ვიცავთ სააკაშვილისგან განსხვავებით პირადი ცხოვრების და პირადი ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას. თუ როგორ აწამებდნენ გლდანში პატიმრებს და შემდეგ გააკეთეთ ბატონო ელჩებო ჩვენ კომისიაზე არის აქ ადგილი დაბრძანდით და მხოლოდ უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ უკვე ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო სააკაშვილი, რომელიც როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა ვერავინ ვერ მოახერხა სააკაშვილის გარდა რომ ეტირებინა ქართველი კაცები ხმით. კი ბატონო, მოახერხა მაგრამ. ეს მან მოახერხა. და ერთ საინტერესო ფაქტი მოხდა კიდე, როცა უკვე ასე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა და ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ჯერ კიდე სააკაშვილი მაშინ პრეზიდენტი არის და ჩვენ კიდე ციხეში ვართ ჯერ და ანუ როცა დგებოდა ასე ვთქვათ პოლიტპატიმრების სია, ვინ უნდა მოხვედრილიყო მაგ სიაში. ძალიან უცნაური რაღაცა მოხდა. უკვე უნდა გასულიყო, ანუ ჩვენი საქმის მასალები პარლამენტიდან მოიპარეს ორჯერ, კაბინეტიდან. ეს თუ არ მახსოვს ბესელიასგან მოიპარეს, თუ სხვასთან იყო კაბინეტში, ეგ აღარ მახსოვს, მაგრამ წინა, ანუ მომავალ დღეს უნდა ეს ჩვენი სია და საქმის მასალები რაღაცები დებულიყო სხდომაზე. და დილას გამთენიისას დედაჩემს ურეკავენ, თუ არ ვწდები ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ დაურეკა და უთხრა რომ მარიკაო საერთოდ ყველა საქმის მასალებიო გამქრალი არისო და ეგ უკვე მეორეჯერ მოხდა, მანამდეც მოხდა ერთხელ და სასწრაფოთო სანამ დაიწყებაო იქნებ რამენაირათო ან ასლები ან რამენაირათო მოგვაწოდო ეგ ყველაფერიო და ნუ რის ვაი ვაგლახით მიწოდება მოხდა ამასალის, თორე ჩვენ შეიძლება ასე ვთქვათ ამ პოლიტპატიმრების სიის მიღმაც დავრჩენილიყავით რა. და გასაგებია. თუმცა ხო, ცოტა გასაგებია ისე ვამბობ, გაუგებარია, მაგრამ ეს საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ გასაგებია თქვენ რაც ბრძანეთ, მაგრამ რასაც ყვებით ის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუგებარია. ბატონი ალუდა დასვამს კითხვას და თქვენ შემდეგ თქვენივე თანაბრალდებული შავდებული ამ საქმეზე გველოდება ბატონი ზაზა გვიმრაძე და ბატონი ალუდას შემდეგ თუ სხვებსაც გაქვთ კითხვები ბატონმა სოზარმა მანიშნა რომ აქვს ასეთი და შემდეგ დაგემშვიდობებით. ბრძანეთ ბატონო ალუდა.
ჩემი კოლეგები სვავდნენ კითხვას და ალბათ დასკვნაში ჩვენ სათანადოდ უნდა ავსახოთ ის ამბავი, რომ აქ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ კითხულობდნენ მაშინდელი სახალხო დამცველი შედიოდა, არ შედიოდა, ვიღაცა ნახულობდა, ასე შემდეგ. ძალიან კარგად მახსოვს ეს ამბავი, რომ ერთ-ერთი თქვენი ახლობლის მეტიც ხო წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ეკლესიის მრევლი ვიყავით და მე თვითონ კარგად მახსოვს, რომ როგორი დიდი იყო ეს ამბავი, ან ნახეთ, იქ თავარი ხაზი ის კი არ იყო, რომ დაუშვათ დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ამას შეხედავ, რომ უბრალოდ მშრალი ფაქტები არის მოწოდებული ან ასე შემდეგ. კაი რაღაც გამახსენ და მე გეტყვით ბოდიში. ხო, ნახეთ, აქ არის ყველაზე მთავარი ერთი რამ, რომ და რაც გამოსაკვეთი იქნება დასკვნაში. მშრალ ფაქტებს, როდესაც გადასცემ, თუნდაც ის რომ სადღაც რაღაც ფაქტი მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა ამას ახლა რომ მონასტრის ეზოში მოხდა, ანუ მონასტრის ტერიტორიაზე მოხდა, მონასტრის გარეთ მოხდა, არ ვიცი, სადღაც სახლში მოხდა, საქმის ფაბრიკაციულ მასალებში იარაღი და რეალობა რა არის და ამ მასალებში რა არის და ამაზე კი არ არის საუბარი. აქ არის ერთი მთავარი ხაზი, რომ პროპაგანდა მუშაობდა. ნახეთ, თქვენ თუ ამას შეხედავდა, არამედ თქვენნაირად დაზარალებული ადამიანების მიმართ ხდებოდა ყველაზე მთავარი რამ, რომ ის უნდა გაშავებულიყო. გაშავებულიყო როგორ? ქართველი ადამიანი, ბრძენი, ამაყი, ღირსეული ქართველი ადამიანი ბევრ რამეს ითმენს. დაითმენს თავის სამშობლოსთვის, რაც სიდუხჭირეს, ბევრ რამეს, მაგრამ ღირსებას, სამშობლოს ერთგულებას აქ უკვე წითელი ხაზი არის ნებისმიერი ქართველისთვის. მე ვსაუბრობ არა პასპორტით და ბიოლოგიურად ქართველს, არამედ ღირსებით და მოწოდებით ქართველს. ამიტომ აქ არის ჩემი აზრით, რომელიც დასკვნაში უნდა აისახოს ის, რომ თქვენ რა წაგიყენეს ბრალად ხო ხედავთ, იმ ფაბრიკაციული მასალებით, ანუ დამონტაჟებული რეალობა იყო ის, რომ თქვენ უნდა დაგემხოთ ასე ვთქვათ, ძალადობრივად შეგეცვალათ ხელისუფლება და ეს ძალადობრივი შეცვლის, ასე ვთქვათ, მწარე გაკვეთილი ქართველ ხალხს გავლილი აქვს. და ამასთან დაკავშირებით მადლობა ღმერთს, რომ აქვს საერთოდ ჩამოყალიბებული აზრი, რომ ეს არის დაუშვებელი. და აქედან ხელმარჯვნი ჩვენიდან ამ შენობას ეთყობა და ნებისმიერ არ ვიცი, მათგანს, ჩვენგანს ნებისმიერ შეუძლია ვიზიტორი იქნება თუ ნებისმიერი პირი, ძალიან მარტივად დაინახოს რა შედეგი მოაქვს ამას. და ესეც უახლესი ისტორია არის. ამიტომ ამასთან მიმართ ზედმეტად სენსიტიური არის და შესაბამისად აქ მთავარი ის კი არ არის, რომ იქ რეალურად ან რა დამონტაჟებულ სიტუაციაში რა იყო, რომ ან პირობითად თქვენ განერიდებინეთ. კითხვები ისმებოდა ეხლა აქ, რომ რა საფრთხეს წარმოადგენდით, როგორ იყო პოლიტიკური მიზნების განზრახულობა ქონდათ, არ ქონდათ. აქ მთავარი მოტივი არის ერთადერთი, რომ უნდა გააშავო ადამიანი ისე, რომ ტრის ხატის შექმნა უნდათ. ისე უნდა გააშავო, რომ მის მეზობელსაც კი მისთვის გამარჯვების თქმა უნდა ერიდებოდეს, ან სურვილი ეკარგებოდეს, ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მთავარი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს დასკვნაში არის ძალიან არ ვიცი, ჩემი რჩევა იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ალბათ გაზიარებული ცხადია, რომ აქ პროპაგანდა მუშაობდა, ასე ვთქვათ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე შეიძლება, რომ 4 ადამიანი, რომელიც თქვენ გიგიჭერდათ და შემდეგ 2 ადამიანი თუ 3 ძალადობდა, აქცემდათ, იარაღის კონტაქტს გირტყავდათ, ამაზე მეტად მუშაობდა პროპაგანდა. და ეს კარგად გვახსოვს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანის გაშავება ხდებოდა, მას წაუყენებდნენ ისეთ ანუ ბრალის, ანუ ისეთ რამეს დააბრალებდნენ და ბრალის ფორმულირებაში შეიძლება ეს საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ პროპაგანდას გაეტანა ისე რომ სამშობლოს ღალატი, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, ასე შემდეგ. რაც ყველაზე მიუღებელი იყო მისთვის მაგას აბრალებდნენ. აი ეს იყო, რომ რაც ყველაზე მიუღებელი იყო ქართველი ადამიანისთვის, რაზეც იქნებოდა მომეტებულად სენსიტიური ანუ გზნობიარე, იმის წაყენება ხდებოდა თორემ. ერთი მნიშვნელოვანი რაღაცის თქმა გამომრჩა
რომ მთავარ სამმართველოში ზეწოლა იყო უზარმაზარი, ამას ალბათ ბატონი ზაზაც აი ჩემს მერე მოყვება ამას დეტალურად რა, ძალიან დიდი ზეწოლა ხდებოდა, უნდოდათ როგორც ჩანდა, როგორც მე დავინახე და სხვებმა დაინახეს, მეუფე იობის დაკავება უნდოდათ. იმიტომ რომ უნდოდათ რომ ანუ პრაქტიკულად ფიზიკურად მისწორდებოდნენ მეც და ერთ-ერთი ის იყო რომ მეუფე იობს ბიძზე რაღაცა ცრუჩვენება მიგვეცა, რომ შექმნილიყო საკმარისი რაღაც პირობა, რომ დაეკავებინათ ან გაეშავებინათ. ნუ ეს როგორ არის იცით რომ ზოგადად ერთი დიდი უბედურება ჭირს ხოლმე ამ დროს, გამიგეთ როცა ასეთ რაღაცები მოსდის, ვინც არ უნდა იყოს თავში. აქ არის ერთი რამე რომ მეუფე იობი იქნება თქო ნებისმიერი სხვა ვინმე ის წარმოადგენს ეკლესიას და ეკლესია არის ქრისტეს მიერ დაარსებული. შესაბამისად ეკლესიასთან ბრძოლა, ნუ ეს ისეთი წარმოუდგენელი სიგიჟე არის. მაგრამ გამოირჩევიან ამითი ეგენი. ან როგორც არ უნდა გამოირჩეოდნენ, ხო ფაქტია რომ ისე დაიმსხრევა, ისე დაილეწები, როცა ეკლესიასთან განიზრახავნით, ის კი არა რომ აი უბრალოდ ამის მიმართ ნაბიჯებს გადადგამ. აი როდესაც განიზრახავ, ისე დაილეწები რომ საერთოდ არაფერი აღარ იქნები და ეს არის უბრალოდ ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის, უბრალოდ მათი მიზანი ის იყო რომ რამდენად ბოდიში ამ ჟარგონისთვის, მაგრამ გაუკაჩავდნენ, ასე ფორმულირებას გამოვიყენებ, ეკლესიას რამდენად გაუკაჩავდნენ, რომ ყველაზე ავტორიტეტული ასე ვთქვათ ინსტიტუცია, როგორც ეკლესია, აბა რამდენად შორს წავიდოდნენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა, როდესაც თავიდან მოვიდნენ და გლდანში რომ ეკლესიასთან მიმართებაში ასეთი ფორმით, ასეთი მეთოდებით, ასეთი აღდგინებით, სულისკვეთებით და ასე შემდეგ ეს სამარცხვინო რამ ჩაიდინეს, ნუ ამის შემდეგ ეხლა მათი ეს უღმართულ აზროვნებაში არც პირველი იქნებოდა, არც უკანასკნელი, მაგრამ ბუნებრივია რომ აქ ეკლესიასთან ბრძოლა არავის არ მოუგია, ვერც ვერავინ ვერ მოიგებს. ახლა ერთი კითხვა მაქვს. თქვენ ახსენეთ არაერთხელ რომ მათოს შემახსენეთ თავზე ხელს უსმევთ არ მინდა ამის გამოყენება, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ეს იყო რომ რბილად იქცევით, ხო? დამეტანი ჰუმანური. აი, დიახ, კი ბატონო. აი მე მექნება ეგეთი კითხვა. სამართლიანი სასჯელი უნდა მიიღოს ნებისმიერმა პირმა, ესე არის, ხომ ესეა? თქვენ რომ ქუჩაში შეგხვდეთ, აი თავისუფალი მოქმედებაში რო ხართ, თქვენც და ისინიც. აი ვინც თქვენზე იძალა და იმ პირებმა, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ან გნებავთ, ვინც არ ჩამოთვალეთ. შეგხვდნენ ქუჩაში. სადღაც დაუშვათ ქორწილში. ნუ ქორწილს თავი დავანებოთ. კაფეში ხართ და მარტივია, ხო, ახლა ქორწილი შეიძლება ნუ ჩემი პროკურორები, ვინც იყვნენ, გონი დღემდე პროკურორები არიან. აი რას იზავდით? აი რას იზავთ თქვენ? ნუ კარგი იქნება რომ არ შემხვდეს რა. არა, დაუშვათ თქო, ამ კაზუსს გთავაზობთ. აი შეგხვდათ თქო. და ალბათ ვერ გაუვლი გვერდს ვერანაირად. ხო და რას იზავთ თქო, აი მაინტერესებს. ვერ გეტყვით. ალბათ სავარაუდოდ გარკვეული დანაშაულის ჩადენა ჩავიდნენ, რაც რეალობაში ძალიან არ მინდა. გავიგე. ახლა ჩვენ რას გთავაზობთ, დაუშვათ, ჩვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ ახლა რასაც შვებით, ანუ ოცნებას რას ვთავაზობ? აი, წეგან ხო თქვით რომ მობიერად ექცევითო. არა, მე არ მოგიწოდებთ თქვენ და არასოდეს არ მიუწოდებ ადამიანს, რომ ზუსტად ისევე მოექცნენ. იმათ ერთმა დაგიფაროთ, მაშინ ისეთივე ცხოველები უნდა გახდეთ თქვენ, როგორც ისინი. მობიერებაში ერთმა დაგიფაროთ მაგისგან. თქვენი მოწოდება რა? აი თქვენ ხართ დაუშვათ ყველაფერს როგორი მოქმედებდით? ყველაფრისთვის უნდა დაგერქვათ თავისი სახელი. სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი ხდება 2025 წელს და ეს არ მოხდა 2012-13 წლებში, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო არის გასული. და უბრალოდ როგორ ამბობენ, სისხლის სამართლის კოდექსით, ანუ როგორც არის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი, რაც აქვს ადამიანს ჩადენილი, ხო? ხა ყველა ვისაც არ აქვს ჩადენილი, იმან რატო უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, ხო? შესაბამისად მოექცნენ. მაგალითად, აი ხა ვერანაირად ვერ ხვდები
უბრალოდ არ ჯდება ლოგიკაში და ძალიან გამაღიზიანებელი არის, როცა მიხეილ სააკაშვილი ოროთახიან ლუქს კლინიკის ნომერში შემიძლია ვთქვა ისვენებს და კიდე იქიდან თავის მრევლს ჭკუას არიგებს. აი ეს არის უბრალოდ ცოტა შეურაცხყოფელიც და გამაღიზიანებელიც, იმიტომ რომ მე ვერ ხვდები რატო დაიმსახურა ასეთი მოპყრობა, ან კიდაც ხვებმა, რა ვიცი მე დღემდე უკვე 10 წელზე მეტია გასული და ისევე ყოველდღიურად მესმის აი ნაციონალური მოძრაობა მათი ვიცი თქვენზე ადრე გავიგე პირადად ჩემ თავზე ვიცი, მაგრამ ხო უნდა მე მინდა რომ ამას წერტილი დაუსვათ რა. ჩემი აი ძალიან დიდი სურვილი არის რომ აი ამ კომისიამაც თავისი როლი ისეთი შეასრულოს, რომ ზოგადად ეგფურცელი ჩვენი ცხოვრებიდან, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები ქართველი ერის წინააღმდეგ, აი ამ ყველაფერს დაესვას წერტილი, დაერქვას თავისი სახელი და ერმა გავაგრძელოთ ცხოვრება იმის და აღარ მოგვიწიოს კიდე, შეიძლება ვიღაცამ ისტორიის წიგნში წაიკითხოს, რომ აი საქართველოში იყო რაღაცა პერიოდი ამ წლიდან ამ წლამდე, როცა ხდებოდა გაუგონელი. მაგრამ ყოველდღიურად რომ კიდე მათ წევრებს ტელევიზორში უყურებს თუ რა შადიან, კიდაც რეებს ჩადიოდნენ ახლა ქუჩაში და რამისა რევოლუცია მოგიწყეს და რა ვიცი სასწაულები გააკეთეს და დღეს კიდე გაკივიან რომ ჩვენზე ძალადობენო და რატო გვიჭერენო, ნუ არ ვიცი. ცოტა ისეთი ჩემთვის ძალიან რთული მოსასმენი არის ეს ყველაფერი რა. თორემ მე გისურვებთ, რომ ამ კომისიამ ის ფუნქცია და როლი შეასრულოს, რისთვისაც არის შექმნილი. მაგრამ ამასაც გეტყვით, რომ არის ნაწილი საზოგადოების, რომელიც ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი, ხანდახან არის რომ ეჭვი მე შემეპარება ხოლმე, უბრალოდ იმხდენი დროა გასული ამ ყველაფრიდან, რომ ნეტავი რას როგორ შეძლებენ თქო, კითხვას ვსვავ ასე უბრალოდ ზოგადად. კითხვაზე კითხვით რო გიპასუხოთ და მე ნამდვილი კითხვა მაქვს და უნდა დაგიშვათ. როგორ შეძლებენო, ასე ვფიქრობ ხანდახანო. როცა ამას ეკითხებით თქვენ თავს, როცა ეს სკეპტიციზმი მოგერევათ კომისიის, ჩვენი კომისიისთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენში რას გულისხმობთ? იმ სარჩელს, რომელსაც არ იხილავს სასამართლო, ეს იქნება განხილული თუ არა? რომელ სარჩელს უკაცრავად? თქვენ თქვით, რომ 2 წელიაო სასამართლო არ იხილავს არა, ჩემ სარჩელზე არ ვლაპარაკობ. თუ საუბრობთ იმაზე, რომ ესენი მოვაშოროთ აქედან. არა, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ესენი მოაცილოთ ზოგადად პოლიტიკური სივრციდან, იმიტომ რომ ეხა ზოგადად ნაციონალური მოძრაობის როგორც იურიდიული პირის აკრძალვა ეგ ერთი საქმეა და ეგ აუცილებლად გასაკეთებელი არის, მაგრამ თქვენს კარგად იცით როგორი დაგსაქსულები არიან და ასე ვთქვათ ერთმანეთის საქმეს აკეთებენ სხვადასხვა პარტიებიდან თუ ორგანიზაციებიდან და შესაბამისად მე მოლოდინი მაქვს ასეთი, რომ უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა როგორც ორგანიზაცია კი არ აიგრძალება, არამედ რეჟიმის შემქმნელები, ასე ვთქვათ, და იდეოლოგები თუ კონკრეტული არა ადამიანური ბრძანების შემსრულებლები ასევე დაისჯებიან. ანუ მე მოლოდინი მაქვს, რომ ამას მოყვება საკმაოდ სერიოზული დაჭერები. იმიტომ რომ აბა სხვანაირად რანაირად უნდა შეფასდეს ისე. გასაგებია, აქვე შეგახსენებთ, რომ ის რამდენიმე პირი, რომელმაც ისიც კი არ იკადრა, რომ მობრძანებულიყო და სადაც თქვენ ბრძანდებით და მე მგონი კარგად გექცევით ხომ რა ვიცი, არაფერს არ ვაშავებ, ცვამთ უბრალოდ კითხვებს, ესეც კი უკადრისეს და არ ეგუებიან იმას, რომ ეს არის დასჯადის სისხლის სამართლებრივი წესით
ერთს უკვე მოუწია გირაოს გადაუხდელობის თუ მეც არ ვიცი ზუსტად საპატიმროში წასვლა და მათთვის ესეც კი მიუღებელია. თქვენ ამას ხედავთ ხო? კი ბატონო. ეს ბრძოლა მარტივი არ არის, ვის და თქვენ ამის მტკიცება და ახსნა არ გჭირდებათ, მაგრამ გასაკეთებელია და ვცდილობთ ეს ვაკეთოთ. პატარა კითხვას დავსვამ მეთქი და ბატონი სოზარი გამომრჩა მაპატიეთ და მივცემ მას სიტყვას. მე უფე იობი ახსენეთ, მე მინდა საჯაროდ მას პატივისცემა დაუდასტურო. ჩვენ მადლობა ღმერთს მიუხედავად ამდენი თავდასხმისა, კვლავ გვყავს ჩვენი დიდი პატრიარქის ღვაწლის დამსახურებით ძლიერი ქართული ეკლესია და არაერთი ძლიერი და გამორჩეული მეუფე. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ მეუფე იობი. თქვენ როგორი განცდა დაგრჩათ ამ ჯოჯოხეთის გავლის მერე, რაც თქვენ გამოიარეთ. როდესაც თქვენ გეუბნებოდნენ, რომ ხელი დაადე მეუფე იობს, რომ ის გადატრიალებაში მონაწილეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ. სწორედ მეუფე იობის ავტორიტეტი, ამ ავტორიტეტის შიში ხომ არ განაპირობებდა პირდაპირ პროპორციულად იმ სისასტიკეს, რომლითაც თქვენ გექცეოდეთ და ბერებს, რომლებზეც ხელი აღმართეს. ეს ხომ არ იყო მეუფის ავტორიტეტიდან გამომდინარე? არა მხოლოდ მეუფის, ზოგადად საპატრიარქოს ავტორიტეტიდან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად ვერ იტანდნენ და ვერ იტანენ დღესაც ხო თქვენს კარგად აკვირდებით რა კომენტარები რა საერთოდ რა ხდება, ანუ ეკლესია ზოგადად მათთვის საფრთხე არის. მეუფეიობზე რას გეუბნებოდნენ, რომ ხელი დაადეთ, რომ რაო? ანუ აინტერესებდათ და მთხოვდნენ, რომ რა როლი ქონდა მეუფე იობს, რომ ჩვენ გველაპარაკა და დაგვებრალებინა მისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ქონდა გარკვეული როლი მასაც. გასაგებია. ბატონო სოზარ. ბატონო ნიკაი მართლა უმძიმესი მოსასმენი იყო და არის, რასაც თქვენ საუბრობთ, რასაც თქვენ ყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ძიმე ისტორია მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. უბრალოდ კითხვები მაქვს, რამდენიმე დაზუსტება მინდა. რა ერთი რაღაცა ვერ გავიგე. ესე იგი, ჯერ არიყავით პოლიტიკური პარტია, თუმცა ქმნიდით მოძრაობას, რომელიც პოლიტიკურ პარტიად გადაიხდებოდა. მიზანი იყო გარკვეულწილად ამ რეჟიმის, ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ. ცვლილება, რა თქმა უნდა. ამ დროს თბილისში არის ძალიან ისეთი აქტიური საპროტესტო მოძრაობა, ის 26 მაისი რითიც დაწყდა და თქვენ ამ დროს გაერიდეთ ამ ყველაფერს და გადიხართ თბილისიდან. რატო? ან წინა დღეებში თუ მონაწილეობდით იმ აქციებში? ზუსტად 2 დღე მივიღეთ მონაწილეობა, ოღონდ დამკვირვებლის როლში, ანუ ჩვენი სიტყვით არ გამოსულვართ და საერთოდ არანაირი მაგნაირი აქტივობა არ ქონია, უბრალოდ ვაკვირდებოდით მოვლენებს და აი მაგ პერიოდში დაიწყო ეს ეწოლები. რომ არ ვიცი, აშკარად აღქმული ვიყავით როგორც საკმაოდ დიდი საფრთხე მათთვის. და მოგვექცნენ ისე როგორც საფრთხეს. ანუ რატო გახვედით იქით? ანუ გქონდათ არა, განცდა არ მქონდა, ინფორმაციაც მქონდა, რომ აპირებდნენ გარკვეულწილად თბილისში ჩვენ დაკავებას და უბრალოდ არ გვინდოდა, რომ რამენაირად საბაბიც კი მიგვეცა ამისთვის და წავედით ყინწვისში, რომ უბრალოდ ყველაფერს ავრიდებოდით და როცა ყველაფერი ჩაივლიდა, მერე რამენაირად, ჩამოვიდოდით ისევე თბილისში რა. უბრალოდ არ დაგვცელდა. გასაგებია, მადლობა. მეორე კითხვა მაქვს ესეთი, რომ აი ეს ძმები თქვით ხო, ვალები რო ქონდათ იპოთეკური ცესკებასაც იხდიდნენ ყოველგვარი დაგვიანების გარეშე. მათი გამოსახლება ბინიდან, მათი ოჯახი და ინტერესებს რო ყრიდნენ ფაქტია. ვინ გააკეთა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თუ რომ აღსრულება. მაშინ ვინ იყო ხო არ გახსოვს ხმძღვანელი? არ მახსოვს. ვერ მე საზოგადოებას განმარტავ მაშინ ეს არის ის პერიოდი, როდესაც ნიკამელია, იგივე ნიკანორმა იყო აღსრულების ეროვნული კი ბატონო, ესე იგი ხელმძღვანელი, რომელიც რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. კიდევ ერთი ყველა
სხდომაზე მიხდება ამის განმეორება, მაგრამ კიდევ უნდა გავიმეორო, ის რომ ეს არ იყო ცალკეული პირების თვითნებობა, შეუძლებელი იყო ასეთი რამე ცალკეულ პირებს გაეკეთებიათ და მაგრამ ეს რო იყო რეჟიმის სახე, ეს რო იყო სისტემური დანაშაულის ერთი მკაფიო მაგალითი ამის დასტურად რომ ადამიანები რომლებიც თქვენ დაასახელეთ განსაკუთრებით სასტიკად ვინც იქცეოდნენ პირველ რიგში რა თქმა უნდა მეგის ქარდავა რომელსაც თქვენ გული დაწყდა რომ თქვენი მოკვლის საშუალება არ მიეცა და ალექსანდრე მუხაძე მერვე დაწესებულების დირექტორი ისინი დაჯილდოებული არიან უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით პრეზიდენტ სააკაშვილის ხელით პირადად ეს არის ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენები ერთ-ერთი მეორეს მეორე და ღირსების ორდენი ორივე. და იქიდანაც ჩანს რომ ეს არის მართლა სისტემური დანაშაული. კიდევ ერთი თემა, რასაც ასევე ყველა ჯერზე უბრუნდებით, სად იყვნენ ელჩები თუ იღებდა ვინმე ხმას. და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რა 2009 წლამდე ყოველ შემთხვევაში 9 წლის სექტემბრამდე სანამ სახალხო დამცველი ვიყავი პრაქტიკულად კვირა არ გავიდოდა რომელიმე ელჩთან შეხვედრა არ მქონოდა ყველამ ყველაფერი იცოდა მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო და ყველა გამოხატავდა აღშფოთებას პირად საუბრებში თუმცა ყველა ამბობდა რომ მათ არ აქვთ ამაზე ხმის ამოღების უფლება მათ არ აკრძალული აქვთ ეს თავის სახელმწიფოებისგან განსაკუთრებით აქტიური ვინც იყო განსაკუთრებით შეშფოთებული ვინც იყო ამ ყველაფრით ეს იყო წმინდა საყდრის მაშინდელი დესპანი საქართველოში კლაუდიო გუჯეროტი აი საოცარი კაცი მართლა ძალიან ესეთი დადებითი ადამიანი რომელიც იყო უხუცესი ელჩი საქართველოში ძალიან დიდხანს და დუაიენი იყო რომელიც აი წარმოუდგენელ შეფასებებს აკეთებდა ხოლმე, მაგრამ ისიც ამბობდა, რომ მათ ამაზე აკრძალული აქვთ, ყველა ელჩს ჰქონდა აკრძალული, რამე ეთქვათ იმაზე, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ხო და მესამე მინდოდა, რომ აი 26 მაისს კალბატონ მათეამზილების რევოლუცია ახსენა, 26 მაისის დარბევა და დაკავება. ეს იყო პერიოდი, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ყველანაირი საპროტესტო მოძრაობა უნდა ჩაეხშო, მოეკლა საბოლოოდ ისე, რომ საქართველოში ვეღარავის გაებედა გარეთ გამოსვლა და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი და აი ამ ეპოქაში მოხდა თქვენ რომ დაიწყეთ დაფუძნება თქვენი პროგრამის და ბუნებრივია ამიტომაც ერთ-ერთი სამიზნე გახდით თქვენ რომ აი ეხლა ვინ ბედავს ამ დროს რომ კიდევ რაღაც ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბოს და ბოლოს უბრალოდ მექნება თქვენთან ერთად თხოვნა სასამართლოს ტარო თქვენი საქმის განხილვა იქნება დაჩქარდეს. მადლობა ბატონო ნიკოლოზ პირველ რიგში იმ ბრძოლისთვის რაც თქვენ გასწიეთ თქვენს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად მართალია ეს მოძრაობა რომელიც თქვენ დააფუძნეთ ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის შეეცადა მაშინდელი ხელისუფლება რომ ძირშივე ჩაეკლა მაგრამ თქვენ დარწმუნებული ვარ იცით რომ ამ ბრძოლამ მაინც მოიტანა თავისი შედეგი და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია ჩვენ რა თქმა უნდა აქ ხედავთ რომ ამას ძალიან დიდი მსხვილშეწირვა დასჭირდა თქვენი მხრიდან მაგრამ როგორც ჩანს ეს გახდა საჭირო იმისთვის რომ თითოეულ გულანთებულ ადამიანს თავთავიანთი ყველას ძალისხმევა გაერთიანებინა რომ შედეგი დამდგარიყო ის შედეგი რაც დადგა მესმის რომ ეს შედეგი ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის და ეს კომისიაც გეთანხმებით დაგვიანებით მაგრამ კარგია რომ შეიქმნა და რომ ეს ხდომები არის საჯარო. ამ საჯაროობამ ძალიან ბევრი ახალი ფაქტი გამოაშკარავა და რაც თავარია დაანახა ახალგაზრდა თაობას რომ იყვნენ ადამიანები ვინც ბევრად მანამდე და ნამდვილ რეჟიმს ებრძოდნენ და არა მათ მიერვე გამოგონილ რეჟიმს ებრძოდნენ უღმერთობას ებრძოდნენ ანტიქართულ მთავრობას სააკაშვილის მეთაურობით და ამაში საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩადეს. არც იმას დაგივალავთ, რომ თანამდებობაზე ყოფნისას სხვადასხვა პოზიციაზე
ისიც კი მსმენია ქილიკით ზოგიერთი უცხოელისგან, რომ ამდენს რო ლაპარაკობთო, რომ ამდენი წამება იყო, მსხვერპლი იყო, სად არისო ეს ხალხიო? ჩვენ არ გვინახავს ეს ხალხიო. აი სად არის ეს ხალხი? აქ არის. და ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ, რომ პირველ რიგში გერმანიის ელჩს, რომელსაც თურმე სცალია პროცესებზე სასამართლო დარბაზში ყოფნისთვის, აქაც მოვიდეს, დაბრძანდეს და უსმინოს იმას, თუ რა აქვს ქართველ კაცს მოსაყოლის სააკაშვილის შესახებ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და თქვენი ნებართვით ადგილს დაუთმობთ ბატონ ზაზა გვიმრაძეს. მადლობა. მადლობა მოსმენისთვის და გისურვებთ წარმატებას. მადლობა, დიდი მადლობა.